მოგესალმებით ბატონი გიორგი ვორსკია ჩვენთან გადაცემაში, დიდი გადაცემა გქვია ამ გადაცემას. დღეს უნდა ყოფილიყო გრანდიოზული აქცია ჩვენს წინააღმდეგ, ქართული ოცნების წინააღმდეგ, ქართული ხალხის წინააღმდეგ, ასე ვიტყოდი, რაღაცა ფანტასტიკურ ყალბ-თარიღს დაამთხვიეს, თითქოს და 1 წლის წინ ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაციაზე უარი თქვა, სიგიჟე და უნდა ყოფილიყო ბევრი ხალხი. ხალხი არ მოვიდა, მეგობრებო, ცოტა ხალხია ძალიან, შეშა არ არის. როგორც ერთ ცნობილ ინტერნეტ მემში არის, აჭარლები რო საუბრობენ, საყვარელი აჭარლები, აი ხალხი არ არის და არც იქნება, იმიტომ რომ ქართული ხალხი მიხვდა ყველაფერს. არც რა გვაქვს გაკეთებული, თქვენმა ძვირფასმა მიშამ აქცრა. ამ ცრუ გეოპოლიტიკური თამაშებისგან აქცრა და ჩვენ უყურებთ რა ხდება საბრალო უკრაინაში, უკრაინა დამარცხდება, უკრაინას მოაწერინებენ სამარცხვინო მშვიდობას. მათთვის სამარცხვინო მშვიდობას. ხო თქვა ზელენსკიმ, ან ღირსებაო, ან ბრძოლის გაგრძელებაო. ღირსებასაც დააკარგინებენ და სამარცხვინო მეკთამეს მაგას დააკარგინებენ ყველაფერს. და სამწუხაროდ უკრაინა მარტივმამრავლებად დაიშლება. ეს არის ლოგიკა. რატო დაიშლება უკრაინა და როგორ იყო მისი დაშლა მის შეკოწიწებაში ჩადებული? მაგაზე რა თქმა უნდა თქვენ დაგელაპარაკებით, მაგრამ ევრო და ლიბერდებილებს არა, მაგრამ ეგ ახლა არ არის ახლა დღევანდელი საუბრის თემა. მოდით ბატონ გიასაც კითხოთ, დავიწყოთ საუბარი, ესე იგი, უკრაინაში რა ხდება, ვიცით, ერმაკი ლამის დაიჭირეს, გააგდო, ხო, ზელენსკიმ არ ვიცი უშველის თუ არა მაგას გაგდება. ჩვენი ხელისუფლება ქართულ ხალხთან ერთად, რა თქმა უნდა, მოიქცა საოცრად ბრძნულად და ვაჟკაცურად. და ქართულ ხალხმაც დაუფასა და არჩევნები მოაგებინა, ორი არჩევნები მოაგებინა, ეგრე არ არის რა. ანუ ეს ძალა ხალხიდან მოდის. მინდა რომ მიმდინარე ამბავზე, თუნდაც აქციაზე, არ ვიცი, ღირს თუ არა, იმდენ მცირე რიცხოვანი იყო. აქციაზე შეიძლება ერთი ითქვა, მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა უკაცრავად. და 23 სკოლის ღონისძიებიდან მოვდივარ და რა ნიჭიერი, რა ნათელი, რა აი ენერგიით, პოზიტიური ენერგიით დამოხტული ბავშვები არიან. რაღაც ფრანგული წარმოადგენს სპექტაკლი, დადგმა უბრალოდ სხვადასხვა მუსკომედიასთან რო არის ეს. არა, 23 სკოლა რემონტშია, სხვა სკოლასთან არიან შეერთებული და მე მახსოვს ეს. პედაგოგები იყვნენ, მშობლები, ეს ბავშვები, არ ვიცი, მე-9, მე-10, მე-11 კლასელები. ან როგორი ნიჭიერები არიან და რა ამ თემასთან დაკავშირებით რო უყურებ ამათ აი ამ პროცესს მათი არსებობის, ცხოვრების, სწავლის, მონდომების გაცილებით უფრო დადებითი სურათია ვიდრე უნდათ რომ დახატონ. მე რასაკვირველია ერთი სკოლის მაგალითზე არ მოგვა ამას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გვაქვს შეხვედრები სტუდენტებთან, ახალგაზრდობასთან სტაჟირებაზე არიან ჩვენთან პარლამენტში, სხვა უწყებებში სტუდენტები, რასაკვირველია აქ არ მედის აქ პოლიტიკური დამუშავება. რამდენად როგორი ნიჭიერები არიან, მაგრამ არის ერთი თემა. აი ეს მაგრამ არის აქციის საკმაოდ ისეთი შემაშფოთებელი და დამაფიქრებელი ნაწილია, იმიტომ რომ ვინც საქართველოს ებრძოდა ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა დონის წარმატებით მიაღწიეს რაღაც ერთ მიზანს და აქაც ამ მიზნის ნაწილობრივ მიღწევა ჩანს. დივერსია, რამოდენიმენაირი შეიძლება იყოს ტერორისტული აქტი, არ არის შემოტანა ყალბი ფულის, შემოტანა ნარკოტიკის შემოტანა, მაგრამ არის კიდევ ერთი, ეს არის საზოგადოებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში დაპირისპირების შექმნა. არასდროს არ გვიცდია არც ერთ ეტაპზე რესურსი გასაკუთრებით მეტი გვაქვს, რომ ახალგაზრდები დავრაზმოთ აგრესიულ ჯგუფებად ჩამოვაყალიბოთ და რაღაც კონტრშეტევაზე გადავიდეთ, ეს არის დანაშაული, რომელსაც არავინ არ გვაპატიებს, მომავალი არ გვაპატიებს, შეიძლება რაღაც მოკლევადიან ეტაპზე სერიოზული შედეგებიც მოიტანოს. განეიტრალდეს რაღაც აგრესია, რომელიც ახალგაზრდებში დათესეს. ეხლა უყურებდი კიდე რადიოშიც უსმენდი გზაზე. რა კომენტარებს აკეთებენ, რომ ჩვენ ვიბრძვით, არ დაუშვებთ საქართველოს რუსიფიკაციას, საიდან აი რა ნიშნით მოიტანეს, ვერავინ პასუხს ვერ ეძლევა და მთავარი შეკითხვა, რაც დღეს არის და რომელსაც ალბათ უნდა ვსვავდეთ ყოველ ეთერში,
რას გააკეთე თქვათ და მოვიდა შეიცვალა ხელისუფლება და მოვიდა მარიონეტული ჯგუფი რომელიც აი ესე სურთ თუნდაც ბრიუსელში რას გააკეთებს ისეც რუსეთთან მიმართებაში რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ რა თემა არის ეს არა ეგ აბსურდული ბრალდებებია არა რა თემა აი რას გააკეთებს ეკონომიკურ სანქციებს დააწესებს არა თავს დაიღებს თქვათ რომ ტექნიკური ჯარს მიიყვანს კონფლიქტური ტერიტორიების ეგრეთ წოდებულ საზღვართან მივა ჩვენი ჯარი გასაგებია მაგრამ ჯარისკაციც ხო უნდა დათანხმდეს ამას ჯარის გონიათრო თქვათ მოვიდა ხელისუფლება ტექნიკური მთავრობა ბურჭულაძე მეორე ფრონტი გავხსნათ ბურჭულაძე ზოდელავა საქართველოს ღირსება მოითხოვს რომ გავხსნათ მეორე ფრონტი გედი ფოფხაძე ვიღაცები მოვიდნენ მეორე ფრონტი ხო და იქ გამოაცხადეთ გავხსნათ მეორე ფრონტი ჯერ ესეთი ან ეკონომიკური სანქციები დაუწესოთ რა ვისა ბლოკადა ხო ბლოკადა ვისა აქ დათვლილი რამდენ ხანში დაინგრევა საქართველო ძიძიგურს აქ დათვლილი რამდენ ხანში დაითვლება სამტრედიაში გადაკეთება რამდენ ხანში დაინგრევა რუსეთი ეგ ძიძიგურს აქ დათვლილი რა მაგრამ საქართველო რამდენ ხანში დაინგრევა ეგ არის მეორე ეგ არ არის მნიშვნელოვანი ეგ ერთი საკითხი კაკას ეგ უნდათ მეორე საკითხი რა უნდა ევროპას ხო ვთქვათ ეს არ არის თემა რომელიც შეიძლება ესე უცებ ავიღოთ და 2 წუთში დავამთავროთ თლიანი ანალიზი ციფრებით რუსეთთან როგორ ვაჭრობენ იქ როგორი კომერციული ინტერესები აქვთ უშუალებელი თემა ერთი პატარა მონაკვეთი ვთქვათ მხოლოდ ყოველ დღე არ გადის განსაკუთრებით ბალტიისპირელები აი ხო გერმანია ბატონო ეხლა ხო წავიკითხე მე და თქვენ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება რომელიც მიესალმება აქციაზე შეკრებილ ხალხს გასაგებია მაგრამ იდეა ხო უნდა ესმოდეს ამ ხალხს როგორც შენ თქვი უდიდეს რაოდენობას ესმის იდეა ის არის რომ ეს არის დაჩემებული აქვთ და არც გამოვრიცხოთ ეგ ამბავი იმიტომ რომ მოდელირებას რო ვაკეთებთ თქვა ფული აქვთ გეგმავთ ფულის შოვნა უნდათ ჯერ ფულზე მე არა ეგეც არის როგორ არის კი მაგრამ ვიტყვით რა ამას ცალკე თავი მიუძღვნათ აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ აი მოდელირებას რო ვაკეთებთ თქვა ხედავთ ვჯელობთ ხვალინდელი დღე როგორ დავგეგმოთ რა ვთქვათ პიარულად რა რაღაცა მოკლედ თელი რიგი საკითხი ოპერაციას ხო აქ იგე ანალიზი კეთდება რა მართლა გონიათ რომ აგრესია იქნება რუსეთის მხრიდან ევროპის მიმართულებით როგორც კი უკრაინა დაეცემა არა თუ გამორიცხული არ არის ესენი დარწმუნებულები არიან რომ სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე ვინაიდან არ ექნებათ იმდენი შეიარაღება როგორც ჰქონდათ ვინაიდან არ ექნებათ ეგეთი ბექაპი როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ადრე ჰქონდათ ტრამპის წასვლის მერე გეგმავენ და ხედავენ რომ ეს შეიცვალა სიტუაცია და პრობლემა შეექმნებათ აქედან გამომდინარე მათი ხორცეული ინტერესია რომ რუსეთის აგრესიის დივერსიფიცირება მოხდეს და მათი პრობლემები გაიშალოს შუა აზიაში ყაზახეთის მიმართულებით საქართველოს არ არის მხოლოდ გეუნებია რომ იცი რა 1-4 რაკეტას გესვრის და დაამთავრებს არ არის ეგრე იქ ყველა საკმარისია რაღაცა ცეცხლი დაინთოს პატარა იმ წუთში დაინთება ცეცხლი საქართველოს შიგნით იმ წუთში მოხდება ტერორისტული აქტები ირანს გარკვეული პროცესების მიმართ გააჩნია პრინციპული და აგრესიული პოზიცია თურქეთს თავისი ინტერესი აქვს სომხეთ აზერბაიჯანის თემა არის იქ ამერიკის შემოსვლა რეგიონში თვითონ არ გამოვა იცი რა არის არ გამოვა არა გამოვა თუ არ გამოვა ეს როგორი ლაპარაკი ტელეფონზე არ გამოვა ხო ეს არა ეს არ გამოვა ეს არა ნუ აზერბაიჯანისთვის შეგიძლია ექსპერტის დონეზე თქვა მით უმეტეს გამოცდილება გაქვს შენ საკმაოდ და არა მარტო მაგრამ როდესაც ამ საფრთხეებს უყურებ და გეგმავ და ხედავ როგორ ვითარდება ვარიანტი არ არის რომ რამე გამორიცხო თუნდაც მცირე შესაძლებლობა რომ საქართველოს დაზიანდეს და თავარი თემა მაინც საზოგადოების გარკვეული ნაწილი რომლის აგრესიის დონე არის სამწუხაროდ ისეთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია მინდა წავიკითხო პრაიმ ტაიმმა მოიპოვა ეგრეთ წოდებული მანიფესტი რომელიც აი ამ წყაროს ცნობით ბრიუსელთან შეთანხმდა და რომელსაც ოპოზიცია დღეს აქციაზე წაიკითხავს აი ნახოთ
ქართულმა ოცნებამ მიიტაცა სახელმწიფო, უხეშად დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია, ახორციელებს საკუთარი მოქალაქეების ტერორს და ამყარებს დიქტატურას, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას. რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საქართველოსთან, ქართული ოცნების ხელით ტრამპისეული deep state-ის ცრუ ნარატივების შემოტანით. საქართველოს სახელმწიფოს მისი ისტორიული მისწრაფებების და მისი მოქალაქეების მისი ისტორიული მისწრაფებების და მისი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე თანხმდებით შემდეგზე. აი ხა ძალიან საინტერესო რაზეც თანხმდებიან. ვარწმუნებთ ქართულ საზოგადოებას არ ცნოთ de facto ხელისუფლების მიერ ჩატარებული 24 წლის არჩევნების შედეგები, ასევე არსებული საარჩევნო ადმინისტრაციის და კანონმდებლობით ჩატარებული არც ერთ მომავალ არჩევნებს არ ცნობენ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩატარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საყოველთაო პროტესტი ივანიშვილის რუსულ რეჟიმს გადატეხავს და რეჟიმი შეგუებული იქნება ძალაუფლების დათმობას. ანუ უკვე მოგებულში როცა შევალთო რა. ნებისმიერი გზით ვეწინააღმდეგებთ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ წარმოებულ ტერორს და მოქმედებთ შემდეგი სამი ძირითადი მიზნის მისაღებად. ნებისმიერი გზით რას ნიშნავს? კაი. პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება, თავისუფალი სამართლის არჩევნების ჩასატარებლად საჭირო გარემოს მოპოვება და არალეგიტიმური ხელისუფლების მმართველობიდან ჩამოშორება და მესამე კონსტიტუციური ჩარჩოს აღდგენა და ქვეყნის დაბრუნება ევროატლანტიკური სივრცის გზაზე. ნატო თვითონ იშლება, ევროკავშირი იშლება და ჩვენ უნდათ დაბრუნდეთ, სადაც არც ყოფილვარ და არც მივალთ. ვაცნობიერებთ, რომ ამ საერთო მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი პირობაა საზოგადოების კონსოლიდაცია, საერთო მიზნების მიღწევის გზებზე შეთანხმება და ერთიანი მოქმედება პროტესტში ხალხის მაქსიმალური რაოდენობის ჩასართავად. ვაცნობიერებთ, რომ რეჟიმის დასამართლებლად მზად უნდა ვიყოთ მტკიცე, თანმიმდევრული და შეუჩერებელი ბრძოლისთვის იმდენ ხანს, რამდენიც გამარჯვების მისაღებად დაგჭირდება. და მე ხელმოწერა. აი სრული ბოდვაა. რაღაცას მაგონებს. სრული ბოდვაა, იქ რამოდენიმე საკვანძო საკითხია, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. პირველი არის, რომ ტრამპისეული ცრუ ნარატივების შემოტანა. ესე იგი ეუბნებიან, რომ ჩვენ გვაქვს ის ძალა, რომ დაუპირისპირდეთ ახალ ადმინისტრაციას და ნუ გეშინიათ. თუ კი ის ფიქრობს, რომ უკრაინა უნდა დანებდეს და ხელი მოაწეროს, ჩვენ ბრიუსელი ასე არ ვფიქრობთ, მაგრამ როგორი სიფრთხილით არის ეს თემა შემოტანილი? დააკვირდეთ. ესე იგი რაფხელა ჭკვიანი ხალხი მუშაობდა, რომ აი ესე ბრიუსელურად გაიგოს თელმა ჩვენმა საზოგადოებამ ესენი რაც ფიქრობენ. ავიღოთ 4 ოქტომბერი მაგალითად რა, ზოდელავა ბურჭულაძეს ტანდემი ელოდება რაღაც პროცესების განვითარებას პარალელურს და მედიან შეტევაზე რევოლუციის მოსახდენად და გასაღების ხელში ასაღებად. ნუ თუ იმდენად გონება სუსტნი არიან, რომ ამას ყველაფერს რაც მოხდა და თავი მაგათი ჩვენებების ალბათ გაგებული გაქვს რომ ეს არაფერს არ აპირებდნენ, რა სისულელია. ხო? უკვე გადაიბარეს თანაც ხელისუფლება. ამას ყველაფერს პერსპექტივა გააჩნდა იმ შემთხვევაში, თუ კი პარალელური პროცესები არ განვითარდებოდა. იქ აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერებები, უშველებელი რაოდენობის. იქ აღმოაჩინეს იარაღის საწყობი. იქ მამაკაცური ძალის შეკრების რაღაც წინაპირობები არსებობდა, არ გამოვიდა. მაგრამ ბრიუსელში დაგეგმილია მეორე გეგმა B, რომელიც გულისხმობს, რომ შენ ამ ადამიანებს, ვინც წავიდა ესეთ დანაშაულზე, კანონის ძალით უპასუხებ და მეორე დღეს დაგარქმევენ პოლიტიკური პატიმრების მქონე ქვეყანას. და ამას, აი ამ ნარატივს ახორციელებენ დიდი ხანია ერთი მიზნით მხოლოდ, რომ ნოემბერში თქვან, რომ ეს არის მიზეზი, რომ გამოუცხადოთ ეს ემბარგო, გამოუცხადოთ ვიზების შეზღუდვა, გამოუცხადოთ ყველაფერი. რატომ იცით? რატო? დასასჯელი ყავთ ხალხი, დასასჯელი. ვინც ჩვენ მხარი დაგვეჭირა. რატო არ აცხადებენ? რატო იმუქრებიან? არ ყველა ქვეყანა არ უჭერს ამას. ამაშია საქმე. არ არის ეგრე რომ თავიანთ ქვეყნებში გააკეთონ ინდივიდუალურად, აი საფრანგეთმა დააკეთოს, გერმანიამ გააკეთოს. არც ეგენი არ არის. ანუ ევრობიუროკრატია ვერ წდება ბოლომდე იმათ ხელისუფლებებს, ხო? ხო, იცი თანმიმდევრულები რო ვიყოთ ჩვენს საუბარში, იმათი გეგმები გაცილებით უფრო უნიათოა. ვიდრე კონკრეტული ქვეყნების. ხო, ვიდრე მაგალითად მართველი ძალები საფრანგეთში, გერმანიაში კატასტროფას განიცდიან, ასე დაბალი რეიტინგი არ ქონიათ.
პრობლემაა ეს. 11%-ზე ჩამოვიდა. კი, პრობლემაა ეს, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან, ესე თუ გაგრძელდა კონსერვატიული უბრალოდ მემარჯვენე და რეიტინგის ჩამოვარდნას რა განაპირობებს ეკონომიკური მდგომარეობა და უმართავი მიგრაცია რუსეთთან რუსულ გაზზე და ნავთობზე უარის ხმა ინგლისმა სთხოვა ტრამპს და თვითონ მოუხსნა სანქციები ტრამპის გარეშე არ იქნებოდა. მოკლედ სოფლიო ისტორიის ამ ეტაპზე არის ყველაზე დაძაბული პერიოდი, როდესაც ერთი პროცესი ეს დაპირისპირების პროცესი უნდა გადავიდეს სხვა პროცესში, გზის გასაყარზე. შენ რომელიც მთელი შენი ენერგია, შენი რესურსი მიუძღვენი იმას, რომ განავითარო ერთი მიმართულება და ხედავ, რომ იმას წარმატება არ უწერია, რასაკვირველია, აქ ამოქმედებ გეგმა B-ს, C-ს თუ როგორც არის. რა გეგმა, ბატონო, მარტივია. იდიოტი უნდა იყო, ოდნავ მაინც გარკვეული უნდა იყო პოლიტიკაში. ზელენსკის დედას უკლავენ. ზელენსკის ჩოქვით აიძულებს ტრამპი რომ ხელი მოაწეროს თუ რუსეთი დათანხმდა ისიც. იმიტომ რუსეთი იგებს ამ ომს. იგებს ხალხო. იგებს და ვაფშე არ ჭირდება. პუტინმა თქვა არ იქნება ამ ტერიტორიების ბოლომდე დაბრუნდება, ავიღებთ იარაღით და არა აქ ამის პრობლემა. იგებს ჯაბნის ეს ერთი. მეორე ევროპაში არის სტაგნაცია, ეკონომიკური ერთი ნორმალური პოლიტიკოსი არ არის. მიგრაციამ წაიღო პრობლემა აქვს ევროპას. რა თქმა უნდა, იმხელა წინ არის რომ ესე უცებ არ დაერხევა, მაგრამ ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა 10 წელიწადში პრობლემები ექნება ძალიან დიდი. მე არ მინდა რომ მე რას ვერ ხვდები, იცი, მაპატიე რა. ეს იდიოტები, ეს მართლა ბავშვებზე არ ვამბობ, კაცო. ვიღაცა ზროსკი ხალხი ხო არის, ვიღაცეები. როგორ ვერ ხედავენ ამას, ვისაც ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, რომ დაასრულდა ეს ხანა, დაასრულდა მორჩა. ამიტომ ნარატივი შეიცვალა ამ განცხადებაში ჩანს, რომ რაც არ უნდა დასრულდეს, ჩვენ ვართ ადამიანები, ვინც ბოლომდე ვიბრძოლებთ უკრაინასთვის. უკრაინას არ გაგონებს. პრაგმატული გათვლა. შალვა, მე კი არ გეკამათები მსჯელობის მიმდინარეობაში. მე რახან მომიწვია, მინდა რომ ეს ყველაფერი დავალაგო იმ მიმართულებებით, სიგიჟეა ისა. ჩვენ მაძლე. სიგიჟე როგორ არის? ეს ადამიანები არიან გარკვეულ რესურსზე დამოკიდებული, გარკვეული პოლიტიკური თანადგომა მიღებული აქვს. უშველებელი ფინანსური რესურსი აქვს მიღებული და ესენი არწმუნებენ ერთი წუთით რა. ესენი არწმუნებენ რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და რატომ? აი უყურე რა ხდება, მე სისულელეში არ უთვლი ამათ. ხო, მითხარი. აი რა ლაპარაკია იმაზე რომ ათეულობით მილიარდი დოლარი გაქრა. იმ სქემებში, რომელიც უკრაინამ ჩამოაყალიბა, მათ შორის იარაღის მიღება გაყიდვის გაქრა რა შეჭამეს, ხო ვიცი და რა. ხო, ნუ გაქრა. აქეთ იქით შეჭამეს. დასავლეთმა შეჭამა, უკრაინელებმა შეჭამა. სიტყვა შეჭამა არ მინდოდა მე. მაგრამ ეგ არის. ხო, ნუ გასაგებია. არ უჩნდებათ კითხვა, რომ რამდენი ადამიანი არსებობს ისეთი, თუნდაც ბრიუსელში, თუნდაც ცალკეულ ქვეყნებში, რომლებმაც ამ სქემის შესახებ იცოდნენ და რაღაცა ფორმით ჩართულები არიან ამაში. ხეირი ქონდათ კი ბატონო. ბაიდენიც კი ამბობდა, უბრალოდ მე აღარ განავითარა პროცესი. ანუ ნაბუ როგორ შეიქმნა რა, რომ ქონოდათ ბერკეტი, მაგრამ ამ ბერკეტის გამოყენების დრო მოვიდა. ეხლა არის მაგას ვამ საკვანძოა ეს არ არის, ესე ნუ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი გადაწყვეტილია. ესე თუ ვიტყვით, ჩვენ მაშინ მოვდუნდეთ უნდა. არ არის ეგრე. რეალურად არსებობს უშველებელი რესურსი და ამას ყველაფერს გინ deep state დაარქვი, გინ ნომის პარტია დაარქვი. იმას თუ არ შეეცვალა გემოვნება რაღაც საკითხებთან მიმართებაში და უფრო მომგებიანად არ ჩათვალა სასარგებლო წიაღისეულის მიღება ჩინეთიდან, რუსეთიდან, 90% წარმოებული აი ამ იშვიათი მეტალების რესურსი და ბერკეტი აქვს ჩინეთს. ჩინეთს არ აწყობს რუსეთის დამარცხება, იმიტომ რომ ეს ქაოსს გამოიწვევს, იმიტომ რომ ეს მესამე მსოფლიო ომის პროცესს შექმნის და დაასუსტებს ქაოსს შეექმნის. რა თქმა უნდა. ქაოსს ძლივს უჭირავს ეს მილიარდი 600 მილიონი ადამიანის დაჭერა, ესე ადვილი არ არის. თანაც აი ამ დროს, როცა იქ უკვე მილიონერები გაჩნდნენ, მილიარდერები გაჩნდნენ. ეხლა ვიყავით ჩინეთში, ხო? რეფორმებზე ლაპარაკობენ. არ ლაპარაკობენ კომუნისტური პარტიის მანიფესტებზე. ანუ იმაზე საუბრობენ, რასაკვირველია, მაგრამ არის დენ სიაოპინის დოქტრინა, რომელიც დაფუძნებულია ძველი ჩინური ფილოსოფიის დოქტრინაზე. ამით იმართება ქვეყანა.
და ეხლა აქ ევროპელებიც ხო ხედავენ ამას, სათითაოდ ყველა ჩავიდა. ფინეთი ახალი ნატოს წევრი იყო და პრეზიდენტი ჩავიდა. რა ხერი ნახეს ეგ არის თავი. არა, ხერი ნახეს ის რომ ეხლა სცენის მიღმა რა პროცესები მიმდინარეობს, ჩვენ არ ვიცით. ჩვენსაზე ვილაპარაკობთ. ჩვენსაზე ვერ ვილაპარაკებთ თუ რაღაცა ანალიზი არ გავაკეთეთ. ანალიზი, არა, ჩვენები იდიოტები რო არიან, ანალიზის გარეშე ჩასულ. ეხლა პროცესი რაც მიდის ეხლა იმ ადამიანების ფსიქოლოგია არის სხვადასხვანაირი. ერთნი არიან, ვინც მართლა გონიათ, რომ ტიტიროდა, ხო, იქ ბავშვები და ახალგაზრდები, ხო, წრევნი მოსდის, რომ ევროპა მინდა და ევროპისკენ გზას გვიკეტავენ და ტირილი, ნამდვილი, უფროსები, ამხელა კივილი, როგორი მდგომარეობა. ზოგი დაფინანსებულია. ზოგს რაღაც პოლიტიკური ამბიცია აქვს. ზოგი დაფინანსებულიცაა და მომავალშიც დაფინანსებული იქნება, როგორც არ უნდა როცა ჩვენებზე ვლაპარაკობ, რა თქმა არა, იდიოტების ნაწილი როცა ჩვენზე ვლაპარაკობ, ჩვენები იდიოტია, რო თქვი, რა თქმა უნდა, ვიგულისხმე ოპოზიცია და კი ბატონო, გლობალურ გეგმებზე შეიძლება იდიოტები არ არიან და კაი გოთვენებიც არიან, მაგრამ რასაც ეგენი აკეთებენ, იდიოტები არიან ეს ჩვენი ოპოზიცია. აბა რა არის? აი უყურე, 4 ოქტომბერი იდიოტობა არის, ხო? რაღაცა სიგიჟე, სალომე ზურაბიშვილის ამ შეშლილი დედაბერის ესე გაბლატავება, დიდი ბოდიში სხვადასხვა ვერ ხსნი უბრალოდ, მეც ემოციები მაქვს. იდიოტობა არ არის? აი, რას აღწევენ? ეკლესიასთან ბრძოლა, ტრადიციებთან ბრძოლა, დაცინვა, ეს არ არის. უნდა პრაგმატულად იდიოტობა. ახალი რო გამოაგორეს, ახლა ერთი იყო, ვინც პატრიარქს უყევდა, ეს იცავს პატრიარქს. მე მოხსნან გამაგდონ, თავი პატრიარქი გადარჩება. თავი პატრიარქი არ მოკლან. თეოდორე. ხო, აი ამ ლაპარაკთან ეს წვალებლობაა, მაგრამ ეს ერთი თემაა. დავალაგეთ რა, დიდი ფული, ამბიციები და გარდა ამისა ომის შეჩერების არანაირი სურვილი. ხეთ შენ წარმოიდგინე პერსპექტივაში რა ხდება. უკრაინა თავისი ჯარით იცავს ევროპას. უნდათ ეს შეინარჩუნოს. აღარ დაიცავს ცოტა ხანში. ეს დაიცავს, არ დაიცავს, ეს არის მე და შენი ბჭობა. იმათ უნდა, არა. იმათ ესე უნდათ, შალვა. უნდათზე არ არის ქვეყანა მოწყობილი, მეც მინდა რაღაცები, მაგრამ არა მაქვს. უნდათზე არ არის. შენ არა გაგდა, შენ გავლენას ვერ ახდენ იმაზე, რომ იცი რა არის? მე და შენ აქ ბერკეტი არა გვაქვს იმისა, რომ დავანგრიოთ. იმათ რა ბერკეტი. ამდენი ხანი რუსეთს ანგრევენ 4 წელი ამ სანქციებიდან, ფეხები ვერ მოჭრა. იმათ რა ბერკეტი აქვს, კი არ ვამბობ. ისინი იმათ ბერკეტი აქვს, ხო, ევროპას რა ბერკეტი აქვს? რა ბერკეტი? რა ბერკეტი აქვს სერიოზული რუსეთის წინააღმდეგ? აბა რატომ ზივართ მე და შენ ამ სტუდიაში? იმიტომ რომ ამერიკა იყო ბერკეტი და იმიტომ ევროპას რისი ერთი ადგილია. თავისთავად მე და შენ უკადავალთ კამათზე. ჩვენ ერთი და იგივე რამეს არ კამათობ უბრალოდ ევროპას არაფერი შეუ. ამერიკის შეერთებული შტატების ბერკეტი გამოეცალა იმ ბერკეტს, რომელიც არსებობს. ტრამპის მოსვლის გასაგებია. მაგრამ არსებობს კიდევ რესურსი, რომელიც უნდათ რომ შენ ახლა რამდენად ეფექტურად გამოიყენებენ, ეგ მეორე საკითხია. მაგრამ ცირე შედეგს მიაღწიეს იმით, რომ საქართველოში ანტაგონიზმის გარკვეული ხარისხი შექმნეს. ესენი რომ ამას არ ქმნიდნენ, წარმოიდგინეთ ამხელა ეკონომიკური წინსვლა კურნალობაა ეს მაინც. ესენი ყოველდღიურად მომავალში არავინ არ იფიქროს, რომ ეს გაჩერდება, როგორც კი ომი გაჩერდება. ეს მეორე თემაა და არის კიდევ ერთი თემა. უკრაინაში რა მოხდება, არავინ არ იცის. ხო. რა პროცესები განვითარდება, არავინ არ იცის. და აფეთქება უკრაინის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ზელენსკის მილიარდების თემაც რო გამოვა გარეთ, რა ქაოტური პროცესი წავა, არავინ არ იცის. დაიშალოს ხო. ჩვენ ვამბობთ, მიაღწევენ თუ ვერ მიაღწევენ, ბოლოს თქვათ რა, ჩვენი ემის ამას ყველაფერს გადახედა ევროპა, თავს გძნობს იმათ პერსპექტივა დაცვის ამერიკის მხრიდან არ ექნება და მათი ერთად მაგას ვამბობ, აბა რისთვის რა პერსპექტივა ექნება სხვა არის. და დაცვის ერთადერთი მექანიზმი დღეს ერთ-ერთი და არა ერთადერთი აქვთ ის, რომ რუსეთის აგრესიის დივერსიფიცირება მოხდეს კავკასიის მიმართულებით. დამთავრდა. კი, პაჯიკაწელობა. ეხლა მეკითხები, რატო უნდა მაგალითად პატა ბურჭულაძე და გედი ფოფხაძე სახელმწიფოც მეთაურებად? არა, რატო ჭირდებათ?
მაგას არ გეკითხები. კი, გავიგე მათი მიზანი. აი, მაგიტო მიზანი არის პრაგმატული. მაგრამ როცა შენ ბიჭო, აი როცა რაღაცა გინდა სიმძიმე გადაიტანო. 5 წლის ბავშვებს ხო არ ქირავ? ქირავ მუშებს, რომლებიც როიალს აიტანენ. ხუთები აი რაზე მაგ რატო არის მაგის იდიოტები? პასუხიც არსებობს. ამათ რა უნდა გააკეთო? მაგის პასუხი პატა ბუჭულადაც გადატრიალებული თავიდან რო არის გადატრიალებაზე არო. თუნდაც გამოწევა იმ სიგიჟეს. რატომ წამოაყენეს სალომე ზურაბიშვილი? იმიტომ რომ არის დაკავშირებული იმ სისხლიან წარსულთან, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა. სამაგიეროდ სააკაშვილიც დატოვეს ბრძოლის ველზე და ზოდელავა გამოიყვანეს წინ მის მაგერად, რომ ნაცმოძრაობის მხარდამჭერები არ დაკარგოს ამ პროცესმა. ომის მინერწოს. ჭკვიანურია თუ არ არის, ჭკვიანური მაგას არ გელაპარაკები. აი ამ ვითარებაში ჩვენ ვალდებულები ვართ რომ გავშიფროთ რა რატო ხდება. ეკლესიას რატო აგინებენ? რა რატო ხდება? იმიტომ რომ ეკლესია არის ინსტიტუტი, რომელზეც დგას საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობა. და ის ადამიანები, ვინც გარეთ არის გამოსულები არიან და ეკლესიის სახელით ეკლესიას უტევენ, ის ადამიანები მარგინალურები არიან. და ბევრი არის ისეთი კიდე, რომელზეც შეიძლება ვიღაცის კრიტიკა თუნდაც სამოქალაქო პირთა მხრიდან, მაგრამ ეს არმია არის ის არმია, რომელიც ყველანაირად ჯელობს, ინტელექტუალურია ჩვენი ეკლესია. ჩახედე უშველებელი რაოდენობის სასულიერო პირები არსებობენ. რომლებიც ამას ყველაფერს აანალიზებენ და სწორ ნაბიჯებს გავენ, ხალხს სწორად ელაპარაკებიან, ბავშვებთან ურთიერთობა აქვთ, ახალგაზრდებთან, ნათელი ხალხია. გეთახმენ. და უნდათ რომ ბნელად წარმოადგინონ. ეს ხო შეუძლებელია. რომ როცა ეს რო იყო, ეგ მეორე საკითხია. არა, იმათ არ აქვს ესე იგი ანალიზი, რომ ასეთ ქვეყანაში ეკლესიას არ უნდა შეუტიო, იმიტომ რომ მარგინალად იქცევი. ეს ხო ანაბანაა, ეს ხო აქსიომაა და ეგ არიციან, ეგ აქსიომაა. ამიტომ არიან იდიოტები. მაშინ შეგეკითხები, რატომ მეგონათ, რომ 2008 წელში სააკაშვილის ეს მოქმედებები მე იქნებოდა პოზიტიური შედეგი. რა უნდა? 2008 წლის აგვისტოში მივდიოდით რაღაც გარკვეული მიმართულებით, უცებ ყველაფერი შეწყდა, ეს ხო რუსეთის ინტერესი, სულ სხვა იყო მაშინ. ვიღაცა იტყვის, რომ იცი რა, რუსეთს უნდა მოლაპარაკება. რუსეთს თავის ინტერესი ჰქონდა. რუსეთმა როგორც კი დაინახა, რომ სააკაშვილმა პოლიტიკა შეცვალა, მაგრამ ვინც შეაცვლევინა, ის საწავიდა. მოვიდა ობამა, ხო იმ ხალხის ნაცვლად, ვისაც სააკაშვილი ელოდებოდა და ვინც სააკაშვილი დიკ ჩეინმა შეაცვლევინა. ნუ დიკ ჩეინის უკანი უშველებელი არმია ედგა, ხო? მაგრამ სენატორი და ობამა ნაკლები deep state-ელი კი არ იყო კაცო. ნუ შეიცვალა იქ. მოვიდა, მაგრამ რუსეთთან გადატვირთვა დაიწყო. სააკაშვილმა ანალოგიურად დაიწყო გადატვირთვა რუსეთთან. რუსეთთან მოაგვარა სიტუაცია, რუსეთი აღარ უტევს, წარმოიდგინე, იქ წითელ ხალიჩაზეა არის. ობამამ თხოვა, რომ რუსეთი მიიღე სავაჭრო ორგანიზაციაში ხელი მოუწერა, მიიღო, ობამას შეხვდა სააკაშვილი და გაიმართა წერში. აქედან რუსეთიდან არა აქვს საშიშროება, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წითელ ხალიჩაზე მიიწვია და გაშალა ხელი და რაც უნდოდა ყველაფერი ის გააკეთა ამ ქვეყანაში. და დაერხა მაგიტომას. ადრე თქვი და გავიმეორებ, უნდა შერონ სტოუნს დაპატიჟებდა და უნდა სოფჩაკს. აი ესეთი ვითარება შეიქმნა. უნდა ლონდონში წავიდოდა, უნდა ბოდრუმში. და უნდა საუდის არაბეთში გამოდების დღეს გადაიხდიდა. ყველაფერი გააკეთა. ხო, მაგრამ ვერ გაგრძელდა დიდხანს ეს არა, ვერ გაგრძელდა დიდხანს, ლოგიკა არ არის და ვერ გაგრძელდა, მაგრამ სამაგიეროდ ხო დარჩა ოკუპირებული ტერიტორიები. ხო დარჩა ის პროცესი, თქ რო ამბობ, სულ რო ამბობ 35 კილომეტრში არიან თბილისიდან. რამდენჯერ? 700 მეტრში არიან თავარი გზებიდან. და ეს რუსეთი ხო მარტო ჩვენ არ გვაკონტროლებს ამეთი. აი ეს ხო აკონტროლებს სოფლიოში იმ პროცესებს, რომელშიც ამერიკამ და რუსეთმა თუ ვერ პოვეს საერთო ენა, ჩვენ ვერც ტერიტორიის მთლიანობის აღდგენაზე ვერ გავალთ და ჩვენი ეს შუა დერეფნის იდეა დაიკარგება. პერსპექტივა ჩვენ ნავთობის და გაზის არა გვაქვს, არც სასარგებლო წიაღისეულის, ხო? იმ რაოდენობით რომ ქვეყანა შევინახოთ. ჩვენი რესურსი არის აი ამ დამაკავშირებელ იმაში. ორ ზღვა შუა ძველად საომარი იყო ნელო მაგიტო და სხვა მიზეზი ამისი არ ყოფილა. ეხლა წარმოიდგინე ამ სიტუაციაში ჩვენ გვინდა მშვიდობა
დავანებოთ თავი იმას, რომ მე ჩემი ბავშვები მენანება, ჩემი ახალგაზრდები მენანება, ჩემი თავი, ჩვენი ოჯახები ყველას. გინდა ოპოზიციის, გინდა დადებითი და გინდა უარყოფითი ხალხის. მნიშვნელობა რა აქვს? ქართველი მოქალაქეების. მე ეგეთი დამოკიდებულება მაქვს, პერსპექტივაში ვხედავ და არის ადამიანების რაოდენობა, ვინც ესე არ ხედავს და თავარი შეკითხვა დასვი რა პრინციპში. რა თუნდაც ხო ხედავენ, რომ ერთხელ წააგეს ამ პოლიტიკურ კადრში, მეორე გეოპოლიტიკურში წააგეს. ჯერ წაგებულად არ მიაჩნიათ ეგერთი და მეორე. რა თუნდაც ეს უინტელექტო და არაფრის მქნელი ხალხი უნდათ 3 დღით რომ მეოთხე დღეს გამოაცხადონ დაპირისპირება რუსეთთან ეკონომიკური და სამხედრო. აი მაგითო უნდათ. ხო, მაგრამ არ აღწევს ვინ ეხლა ესეთ სულელებიც კი არ არიან, რომ დაუშვან, რომ იცი რა, სახელმწიფოში შეიქმნება კოალიციური მმართველობა, აი ამ ტიპების, რომლებიც დღეს ამას ლაპარაკობ, მე ხვალდასი ლაპარაკობ. ვერ იგებს ეს ხალხი. ვერ გვამარცხებს, ქართულ ხალხს ვერ ამარცხებს. ხო ხედავენ ამას, რეალური რეიტინგების იციან. თუ არ ხედავენ, ისინი იდიოტები არიან, მაგრამ ხო ამას ხედავენ. იცი ამ ვერ დამარცხებაში, აი ამ ტელევიზიას, შენსას, სხვა წესიერ ჟურნალისტებს, ობიექტურებს, თუნდაც პოლიტიკურად ანგაჟირებულებს, დიდი წვლილი. ჩვენ ვართ პოლიტიკურად ანგაჟირებული. არა, გასაგებია, მაგრამ ხო არის ისეთი, ვისაც არ არის. საერთოდ არ არის. და სწორ ანალიზს აკეთებენ. და შენ ანგაჟირებული ხარ თუ არა ხარ, ტყუილს არ ამბობ. მე მაგას ქათინაურს კი არ გეუნებ. ხო, რაც არის. რეალურად ჩვენ თუ აი ამ სტუდიაში არ ვიმსჯელეთ, იმ სტუდიაში ამ თუ არ ხალხთან ურთიერთობა თუ არ გვექნა, დაიჯერებენ, რომ იცით რა, ჩვენ რუსეთისკენ მიგვაქანებენ. ეგ ერთი. და რო არ გაგვაქანონ რუსეთისკენ, ამიტომ საჭიროა, რომ თინა ბოკუჩავა მოვიდეს. არა, ისა, გედი ფოფხაძე. დიდი მადლობა. ხო, ან გედი ფოფხაძე, ან ორივე ერთად. იმათ მოსვლამდე როგორ არის? როგორც არის. დიდი მადლობა. ჩვენ ვისაუბრეთ ნახევარსაათი, ძალიან საინტერესო იყო ბატონო გიორგი საუბარი. დიდი მადლობა. და ჩვენ კვლავ თქვენ იმედი გვაქვს, რომ როცა გთხოვთ მობრძანდებით და გავაგზავნებთ ამ თემებზე საუბარს. ჩვენ ცოტა ხანში ვატო შაქარიშვილს ვეუბნებით. ვატო მოვიდა შაქარიშვილი ჩვენ მეგობარი დიდი ხნის და ერთიანი ნეიტრალური საქართველოს აფუძნებს პარტიას და ყრილობა იქნება აგერ ძალიან მალე. პირდაპირ გეტყვით, რომ ნეიტრალური საქართველოს სახელშივე ჩანს რისთვის იხსვით, ეს არის ნეიტრალიტეტი, ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი და მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს რთულად მისაღწევია მიმდინარე პირობებში. ამით რა თქმა უნდა გარკვეულ სხვა კურსი გაქვს ვიდრე ხელისუფლებას. ხელისუფლება იძახის, ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ასე გვექცევიან, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ჩვენთვის ინტეგრაციის პროცესს. თქვენ ამბობთ, რას ამბობთ? სად ინტეგრაციის პროცესი? რა ინტეგრაციის პროცესი? რა ინტეგრაციის პროცესი? ხო. ანუ რასაც მადლობა შალვა საღამოშვიდობის მივესალმები ჩვენს მაყურებელს. რომ რა პროცესს ვადევნებთ ახლა თვალს, ხო? დიდი ხანია ჩვენ ამ სტუდიაში, თქვენი ტელევიზია ამაზე ვლაპარაკობთ, ვარჩევთ და ვძნობდით და წინასწარ ვამბობდით, რომ იკითხებოდა, რომ ის სოფლიო მოწყობა, რასაც სოფლიო წესრიგს ეძახდნენ, რაც ცივი ომის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 35 წელი იყო ერთადერთი ესე ვთქვათ, უალტერნატივო ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონიის პირობებში, ეს სოფლიო მოწყობა ინგრევა. აი იმ შეთანხმებასთან ერთად რაზეც ალბათ ძალიან მალე ძალით მოაწერილებენ ხელს. ხო, ალბათ სანამ ჩვენ ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები და სანამ ჩვენ საუბარს დავასრულებთ, შეიძლება უკვე ზელენსკის სახშიც ნაბუ იყოს შესული. არ გამოურიცხავ. ამიტომ ამ პროცესის პარალელურად, რასაც ჩვენ ვადევნებთ, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომის დასრულება, ეს არის ძალიან დიდი ახალი ესე ვთქვათ, ეტაპის დაწყება მსოფლიო რეალობაში, ინგრევა ნატო, ინგრევა ევროკავშირი და ჩვენ ამ დროს კონსტიტუციაში გვიწერია, რომ უნდა გავაგრძელოთ სულ და მთელმა სახელმწიფო სტრუქტურამ სიპიდან დაწყებული პრემიერ-მინისტრით დამთავრებული უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ გავწევრიანდეთ ამ ევროატლანტიკურ სივრცეში, რომელიც ეს ნიშნავს, რომ
ჩვენი ქვეყანა უნდა ტოვებთ ამ ნანგრევებში რა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა ჩავტოვოთ ამ ნანგრევებში. ამიტომ ამბობთ ჩვენ, რომ კი ბატონო, ხელისუფლებას ვეთანხმებით, ესე ვთქვათ, დიაგნოზში და ხელისუფლება ამბობს, რომ იქ რაღაც ვერ არის კარგად და იქ მძიმე მდგომარეობა, იქ უსამართლობა, იქ ორმაგი სტანდარტია, იქ ღირებულებები აღარ არის. მაგრამ მეორე ნაბიჯში არ ვეთანხმებით. ეხლა ეს რას ნიშნავს, რომ ერთი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან, ხო? ორი ნაბიჯი უკან, ეგრე ქონდა სტალინს არა, ლენინს. ეს ამას ნიშნავს რეალურად იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ხელისუფლება კიდევ აგზელებს რიტორიკას 2020 ხელისუფლებას ხავალდებულები მეაქვს ვიდრე თქვენ. მაგაზე არ გიფიქრიათ? ხელისუფლებას აქვს ვალდებულება იმოქმედოს სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე და იმოქმედოს საქართველოს მოსახლეობის დაკვეთის შესაბამისად. სამწუხაროდ ვერ შეცვლის ამ მოცემულობას. იყო ეს საუბარი, რომ უნდა აგვეღო ითქვა კიდევაც არჩევნების წინ, უნდა აგვეღო უმრავლესობა საკონსტიტუციო, ვერ მოხდა ეს. ამიტომ ამ ეტაპზე ეს ვერ შეიძლება. ჩვენ მათ შორის დავაყენეთ რამოდენიმე თვის წინ პლებისციტის ინიციატივა. თუ ესე ვთქვათ იქით მხარეს არის ეს რაღაც ყადაღებული განცხადებები იმასთან და სრული სიცრუე და პროპაგანდა, რომ აი საქართველოს მოსახლეობის 70% სად არის ეს? ხო, არა, როდის ჩატარა 2008 წელს გაყალბებულ არჩევნებთან ერთად ჩატარდა 2008 წელს მერე ის რომ სულ წესრიგით და წესით ყოფილიყო ჩატარებული, სამყარო შეიცვალა, კონტექსტი შეიცვალა, აბსოლუტურად ახალი რეალობა არის. ამ მოცემულობაში ჩვენ ვამბობდით, რომ დავაყენოთ ეს მარტივი კითხვა, დავსვათ საქართველოს მოსახლეობის წინაშე და ამაზე ვიცით რა პასუხიც გაეცემა. ამიტომ ჩვენ ამ ახალ რეალობაში, რომელიც ჩვენ თვალწინ ყალიბდება, საქართველოს ხედავთ როგორც ნეიტრალურ სახელმწიფოს. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც აი თითქოს განგებით, აი ბუნებრივად მწიფდება ჩვენს წინაშე, მაგრამ სამწუხაროდ ქართული ოცნების ხელისუფლება კვლავ რაღაც ევროილუზიაში აგრძელებს ყოფნას და ერთ განცხადებაში, როდესაც ისინი აბსოლუტურად მართებულად აღწერენ იმ მძიმე მდგომარეობას, იმ კრიზისებს, ეკონომიკურ, პოლიტიკურ ღირებულებით, მრავალმხრივ კრიზისებს, რა კრიზისშიც დღეს ეს ევროკავშირი იმყოფება, განცხადების დასასრულს ამბობენ, რომ ჩვენ აი მაინც ჯიუტად მივიწევთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თქვენთვის იოლი არანაირი ოფიციალურად, არანაირი პასუხისმგებლობა თქვენ ჯერ არ გაქვთ. მეთქმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ თქვენ არ წარმოადგენთ ოფიციოზს თუნდაც რა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა? ხელისუფლების პასუხისმგებლობა ისეთ ჩაატაროს ეს პროცესი, მაგალითად ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ნაცები პოლიტიკურად გასაჟუჟი იყო. ხო იცოდა, პოლიტიკურად გაჟუჟვა იყო, იცოდნენ ძალიან კარგად ბიძინა ივანიშვილმა და ყველამ. მაგრამ დაელოდნენ და ეხლა ჩვენ ხედავთ მეთოდულად პოლიტიკურად მათ განადგურებას. ასევე ასევე, ხო, მე ამ შედარებას გავაკეთებ. ასევე შეიძლება მკვეთრმა განცხადებებმა გარკვეული სხვადასხვა ინფორმაციის გამო გარკვეული შეტევების უფრო განახლება გამოიწვიოს. ჩვენ სხვანაირად ხედავთ და გეტყვი როგორ ხედავთ. ეს პირიქით რისკების შენარჩუნება არის და საფრთხეების შენარჩუნება არის. ვაცოცხლებთ. აი იმას, რაც ეხა ის რაღაც რამოდენიმე ასეულიანი ამბავი რაც ხდება ეს მოდელირებული რაღაც ფსევდორეალობა, ხო? აი ჩვენ თვითონვე ხელისუფლება უпростоრად ამ რიტორიკით ხელს უწყობს, რომ ამან აესე რაღაც ხელოვნური სუნთქვის რეჟიმში, მაგრამ ისე ვიცოცხლოს. იმიტომ თუ ამბობ თუ ევროკავშირის დროშა გვიკიდია იმაზე, რა ქვია, ყველა ბრიფინგზე, ყველა სახელმწიფო შენობაზე, ყველა განცხადებას იმით ვასრულებთ, რომ ჩვენ ევროკავშირში უნდა შევიდეთ, ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა, ჩვენ ეს კონსტიტუციაში გვიწერია და ასე შემდეგ. ამით ჩვენ დემონსტრირებთ, რომ ისინი არიან ამ ყველაფრის მოწინააღმდეგე და ჩვენ მაინც გვინდა ევროპაში. ოღონდ სხვანაირში, რა თქმა უნდა. არა, ეს სხვანაირი ევროპა არ არის და როგორ ახლა მეც მინდა რაღაც ძველ ევროპაში. ეს არ არის, არ არის ესეთი ევროპა. ფიზიკურად არ არსებობს. და სად მიდის ხელისუფლება? სად მიდის? ხო შეიძლება დაუშვათ სიტყვაზე. არა, ეგ დაუშვათ არის ორბანის მაგვარმა ძალებმა მოიგო და დაუშვათ ხარამია. და ამაზეც ვილაპარაკე ხა ჩვენ ვხედავთ რაღაც იმედის მომცემ რაღაც მარცვალს და ნაპერწკალს. კი ბატონო, ევროპის რიგ ქვეყანაში. ხო, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ ამ კონტექსტში, ამ რეალობაში გადავწყვიტოთ და ვთქვათ, რომ ჩვენ ეხა ის რომ ეხა შეთანხმდება რუსეთს ამერიკა ხელს ჩამოართვებს, ამას ჩვენ ვამბობდით 3 წლის წინაც რომ ვერ მოუგებენ ამ ომს. ისევ ერთად დაჯდებიან
აღმოჩნდება, რომ უკრაინა გაიჯუჟება, მოკვდება მილიონობით ადამიანი, ქვეყნიდან წავა ათეულობით მილიონი, გასწორდება მიწასთან და მერე ისევ ამერიკა წავა და მიათრებს ყურით ხელს ჩამოართმევს პუტინს. ყურით მიათრებს 15-20 წლის მერე ის მოძლიერდება, გადაიარაღდება, ახალ სტრატეგიას შეიმუშავებს, ტაქტიკას უბრალოდ სტრატეგია უცვლელი იქნება. რამდენიმე წლის მერე ეს დაპირისპირება ისევ შეიძლება მოხდეს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, შალვა, რომ აღარასოდეს ნეიტრალური სტატუსის შემთხვევაში ჩვენ კაფიოდ ვაცხადებთ, დეკლარირებთ და ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ დიდი ძალების დაპირისპირებაში აღარ მოვყვებით. არ ვიქნებით პროქსი, არ ვიქნებით დაპირისპირების პოლიგონი, არამედ მოდიში ჩვენ შევქმნით საქართველოში სივრცეს, სადაც ამ დიდი მოთამაშეების ინტერესების გადაკვეთის არეალი იქნება და არა მათი დაპირისპირების პოლიგონი. მაგრამ უნდა ხალხი შეთანხმდეს, რომ ნაპოლეონი ვარ. ხალხი უნდა შეთანხმდეს, თქვენი იდეა რომ განხორციელდეს, ხალხი უნდა შეთანხმდეს, უცხოელები უნდა შეთანხმდნენ, რომ საქართველო არის ნეიტრალური. საქართველოს არ გააჩნია იმის ძალა, რომ თქვას, რომ ვარ ნეიტრალური და ეს შეთანხმების გარეშე ასე ვთქვათ, განხორციელდეს. საქართველოს არ აქვს ჩვენი სურვილებით ვლაპარაკობთ, ხადია. საქართველოს არ აქვს იმდენი სამხედრო ძალა, რომ ვეთქვან უკრას და სერიოზულ ძალებს, თუნდაც ჩვენს მეზობლებს, ან არამეზობლებს დაუპირისპირდეს. ჩვენ სამწუხარო მაგალითები ამისა ვიცით. აქტივები გვაქვს. ხო, ძალიან კარგი. ამაზე მინდა გკითხო ზუსტად. რაზე შეიძლება მოველაპარაკოთ თურქეთს, რუსეთს, ევროპას და ამერიკას, აზერბაიჯანს, ირანს ერთდროულად? აბსოლუტურად სხვადასხვა ქვეყნებს. პირველი. ერთი ძალის არსებობის შემთხვევაში და ჰეგემონიის პირობებში ნეიტრალური ვერ იქნები, ხო? ვის შორის და ვის არ უნდა იყოს. არანაირი ნეიტრალიტეტი არ გამოდის. დღეს ცხადია და ამაზე ველაპარაკობს და ახალს არაფერს ვამოფალბათ, რომ მომავალი ასეთი ჩანს, რომ იქნება მრავალპოლუსიანი, მულტიპოლარული სამყარო. ჩვენ ბუნებრივად ღმერთისგან გვაქვს ეს ბოძებული აქტივი. ჩვენი გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა. კი ბატონო, რომელიც პრობლემა იყო ყოველთვის. ხო, იმიტომ რომ ამას იყენებდნენ სხვის ინტერესებისთვის და ჩვენ არ მოგვეცა არასოდეს საშუალება, რომ ეს ჩვენი ინტერესებისთვის გამოგვეყენებინა, ხო? ნუ მაშინ ეგეთ ცნებაც არ არსებობდა. ეკონომიკა წარმოვიდგინე, ყველაზე ისეთი რო ავიღოთ ახლა, ხო? რაც ხდება წამყვანი დღეს პოლიტიკაში, ბიზნესი, ლოგისტიკა, ვაჭრობა, ეკონომიკა. ჩვენ წლების გან 91 წელს მივიღეთ ეს გამოვაცხადეთ და მოუკიდებლობა ავადგინეთ, მაგრამ რეალურად სუვერენიტეტი ცხოვრებაში, აი, რეალური სუვერენიტეტი, ხო, იმიტომ რომ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ იმასთან არ ივაჭრებ, იმისგან ინვესტიციას არ მიიღებ, უცხოური კომპანია იქნებოდა თუ სხვა სახელმწიფო, შენთან რომ რამე გაეკეთებინა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა დალაპარაკებოდა და არა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ან ეკონომიკის მინისტრს. არ გქონდა საშინელი დრო იყო. ასეთი ჯერ არ გამოვსულვართ რა რეალურად აქედან, ხო? გამოსვლის პროცესი გვაქვს. და დღეს 28 ნოემბერი როა და რაღაცის წლის თავს რო აღნიშნავენ, ხო? რის არ ვიცი. ხო, მე გეტყვი რისას აღნიშნავს ჩვენი ქვეყანა რეალურად რა. დღეს ჩემი გაგებით, ჩემი აღქმით და ამას კიდე უფრო რაც დრო გავა, ეს გამოჩნდება და ასეც იქნება, მგონია რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის რეალურად რა. მოქმედებაში. აი, ხორჩესხმული საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის. როცა თქვით ჩვენმა ქვეყანამ, მისი პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, რომ აქ აი ამ რაღაცა სიგიჟეს ევროისტერიის სტატუსი, მოლაპარაკება, ის კანდიდატის წევრობის, იმის სამხანაგის, მეზობლის, ბიძაშვილის თანაშემწეობა, ამას არ გამოგაყენებინებთ ჩვენ ქვეყანაში ამოსატრიალებად. კი ბატონო. და ეს იყო აი ჩემთვის და საქართველოს მოქალაქისთვის მომენტი, როცა მივხვდით, რომ თქვენ მეტი გინდათ და ამიტომ გეუბნებით. ჩვენ მეტი გვინდა, ამიტომ ვერ ვხედავთ. იგივე ნახებოდიში. აი ამ 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ ვერ ვხედავთ თანმიმდევრულობას. გავიგე, ეგ თქვენი თემა, მაგრამ ვერ ვხედავთ თანმიმდევრულობას. როგორ რას ეუნები რუსეთს, ამერიკას, ევროპას, თურქეთს, ირანს? რას ეუნები? დღეს იგივე რუსეთს როდესაც არის საუბარი. იცი რომ ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან და ეს ურთიერთობები ძალიან სწრაფად ჩინეთიდან არ მოდის. ძალიან სწრაფად ვითარდება და კონკრეტულ საქმეებში აისახება. დღეს რუსეთი თუ ვინმეს აი ამ სამყაროში თუ ვინმეს
ინტერესის გამთვალისწინებელია თუ ვინმეს მოსაზრების და პოზიციის გამთვალისწინებელი ეს არის ჩინეთი. დღეს ძალიან ბევრი, მათ შორის თუ შენ ლაპარაკობ რომ ევროპაში რაღაცა საღი გაიმარჯვებს, ოდესმე ამას ხედავ რომ 5-10-15 წლის პერსპექტივაში ეს მოხდება. შეიძლება მარიც. ხო, ეს საღი აზრი რა არის, რომ ევროპასაც, ჩინეთსაც საქართველოს ჭირდება დაკავშირებადობის თვალსაზრისით. კონკრეტული პრაგმატული მიზნისთვის. კონკრეტული პრაგმატული მიზეზისთვის. იქ ამათ შორის იზრდება ვაჭრობა და არის სერიოზული პრობლემა დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ჩინეთი დებს აქ ფულს. ჩინეთი ანვითარებს ინფრასტრუქტურას. ხედავთ რომ ძალიან მძლავრი ნავთობის სახელმწიფოებიდან, არაბული ქვეყნებიდან მოდის საქართველოში ინვესტიციები. ეს ნიშნავს რომ ბევრი ძლიერი ქვეყნის და მოთამაშის რეგიონალური თუ საერთაშორისო გლობალური მოთამაშის ინტერესები არის საქართველოში. ეს ნიშნავს რომ ისინი აქ დაინტერესებული არიან მშვიდობით. მშვიდობა არის ის ყველაზე ძვირფასი აქტივი, რაც ჩვენ უნდა შევთავაზოთ ნეიტრალიტეტის გამოცხადებით აი ამ დიდ მოთამაშეებს. ანუ ისინი საკუთარ ხეილს ნახავენ მათ შორის, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ეხლა არ ანუ ამაღლებული სიტყვები არ გვინდა, ნეიტრალიტეტს ისინი ნახავენ საკუთარ ხეილს. ჩვენ რეალისტები ვართ და რეალისტურად უყურებთ საერთაშორისო პოლიტიკას და ქვეყნებს შორის რაღაც მეგობრობის და რაღაც ასეთი ხო, კონკრეტული ხეილი იქნება, როცა მაშინ რუსეთიდან უნდა გაიყვანო ირანზე გზა. რა თქმა უნდა. გზა უნდა გახსნა. გზაჯვარედინი რატო არის? ხო, მაგითო. დასავლეთ აღმოსავლეთის აფხაზეთის რკინიგზაც უნდა გაიხსნას. ეს ნეიტრალიტეტის გზავნილიც არის ჩვენი აფხაზი და ჩვენი ცხინვალის რეგიონის ცხოვრები ოსი მოქალაქეებისთვისაც რომ ჩვენ აღარ ვაპირებთ არც ერთ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებას, რაც დაგვაჯერეს ჩვენ, თავს მოგვახვიეს, რომ არის უსაფრთხოების გარანტია და უსაფრთხოების გარანტიის ნაცვლად მივიღეთ ომი. შარი. ომი პირდაპირ შარი ომი მივიღეთ. არა, უკრაინამ რა მიიღო? უკრაინა განადგურდა. და აი დღეს მაგალითად როცა მე ამას უყურებ, ორი ემოცია მაქვს რა, აი ერთი რომ ბრაზის და უსამართლობის განცდა საშინელი აი ამ ძალების მიმართ, ამერიკის შეერთებული შტატების მმართველი ძალების მიმართ, რომ აი 4 წლის წინ ერთმა ადმინისტრაციამ ომი დააწყებინა და მეორე ადმინისტრაცია ეხა წიხს აჭერს, რომ სასწრაფოდ ხელი მოაწეროს, იმიტომ დამარცხდნენ. მაგათი ბრალი უკრაინელების ბრალი. აღარ არის რესურსები, ხო? ზელენსკის ბრალი. ნებატონდა ზელენსკის მაგის გამო არ ვიცი, ძალიან მძიმედ და ძალიან რთულად დაამთავრებს და მეორე ის რომ მადლიერების გზნობა მიჩნდება რომ აი გამზადებული ვიყავით, შეკაზმული ვიყავით აი ამ სცენარში 30 წელი ხელისუფლებამ გადაგვაჭრა 30 წელი ამისთვის გვამზადეს. რომ საჭირო მომენტში რეპეტიციაც გაგვატარეს, რომელიც ჩვენთვის ეს რეპეტიცია იყო დრამატებით დაკარგული ტერიტორიები და განადგურებული სოფლები და ქალაქები, 10,000-ობით დევნილი დაღუპული ჩვენი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები, ეს იყო მათთვის რეპეტიცია. მოგვამზადე, როგორც 2014-ში იყო უკრაინის რეპეტიცია დიდი ომისთვის, ისე იყო 2008 წელი, ხო, ჩვენთვისაც. და გამზადებული, აი შეხვეული ვყავდით აი ამ სცენარისთვის. და ის კიდე 45 მილიონიანი ქვეყანაა და 1000 კილომეტრი იყო ფრონტის ხაზი. და ჩვენ 3,5 მილიონიანი ქვეყანა ვართ და ერთი პარტიზანულად იომეთო კაცო არა. სამდღიანი ომის არა, მე პარტიზანულად. სამდღიანი ომის ფონზე 1000-ობით მანქანა იდგა საზღვარზე და პირველი ის გარბოდა, რა ქვია, იმდროინდელი ხელისუფლება, ხო? ხო, ესე იგი მე ესე ამას რითი გადავრჩით, ხო? ბიძინა ივანიშვილის თავგანწირული ბრძოლით, ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკით და ერის და ბერის ერთობით. აი ამან ძალიან დიდი კონსოლიდაცია იყო. ეს პერიოდი შევა საქართველოს ისტორიაში როგორც თავგანწირული ბრძოლა მშვიდობისთვის. ხო, ქონდა ჩვენ ბრძოლები, ვიღუპებოდით, ხაზმა ხერხეულიძე ყავს გმირობის მაგალითები გვაქვს, ხო? როგორ ეცემოდნენ ბრძოლის ველს და როგორ დებდნენ საკუთარ სიცოცხლეს. ეხა ეს ბრძოლა იყო თავგანწირული ბრძოლა მშვიდობისთვის. ამას კიდე, რა თქმა უნდა, რაც დრო გავა, კიდე უფრო მეტად დააფასებს ქართველი ხალხიც და ისტორიაც. ვაი, ფოტო მინდა გავუშვათ თუ შეიძლება. დღეს რა ხდება აქციაზე, გავუშვით რა. ვაქვს საშუალება. კი. ბატონო ტრამპ, ქართველი ხალხი ითხოვს მეგობა რა აქცია. ხო, აი ძალიან იოლია თქვენი მოგება, რა ვიცი, აი შეურაცხადები ხართ.
დიდი ბოდიში. რა ვიცი, მე თავს ვიკავებ ხშირად, რომ მაგრამ ნუ ვერაფერთ ვერ ხსნი გარდა შეურაცხადობისა. კაია კალასიც ხო ეგეთია. რუსეთს უნდა არმია შევამცირებინა თუ და არა უკრაინას. ჰა? და არა უკრაინას. არა, უკრაინას. უკრაინა უნდა მივიდეს, აიღოს იქ ყველაფერი. ხო და ამაზე აი რა ვიცი რა აქ ერთი ორი თვე ამბობდი რომ ესენი არა გიჟები. რაც ხდება ცენტრში. გადამაჭარბეს რა. რაც ხდება ცენტრში, ეს ხდება პერიფერიაში ხა. რაც არის პატრონი, ის არის აგენტიც ხა. მართლა მეტი ხო არ გგონია. ხო ამერიკა ჩაეხსნა. კაია კალასი და ანალინა ბერბოკი. არიან ამათი უფროსები. ხო არ გგონია. არა, ამათი უფროსები არიან. დიდი ვისა აქვს, რა ქვია, ეს ლასტი თორე. რითი განსხვავდებიან? ბატონო, მიშა სურათი ტრამპთან. ბატონო ტრამპ ქართველი ხალხი, ქართველი ხალხი. მარიზისგან რითი განსხვავდებიან? არაფრით არ განსხვავდებიან. მარიზი თავის ადგილზე გეცოდება უბრალოდ და რა გეცინება. ეს მაუშველოს, რა ვიცი. ხო, მაგრამ ახლა ეს შემეცოდებოდა რომ გაიაზრებინათ რაში გახვიეს და როგორ გახვიეს და გამოსულიყვნენ და იმას მიდგომოდენ ვინც ამ შარში გახვია და ახლა არ მეცოდება რა. ხო, არ მეცოდება. მესმის მარიზის ჩვენ არ ვერ ვძვით რომ. არა, მარიზი იცი რა არის კოლექტიური ამბავია. მარიზი ის ხო, მარიზები რო არიან კოლექტიურად, მაგით ის კალბატონზე კი არის კონკრეტულად საუბარი რა. მარი კოლექტიური მარიზი. მარიზებზია რა. არა, მარიზზე გაცლებთ ბოროტი არსებები არიან, რომლებიც ხულიგნობენ, რომლებიც საჭმელში აფურთხებენ, რომლებიც ეკლესიას აი, პროსტა აი, იმის დედავატირე რა. აი ამ ხალებით რო აი ამ ხალებით რო ამბაი ნანუკა ჟორჟოლიანი აი ნანუკა ჟორჟოლიანი ბოროტი არსებობს. აი მაგით რო ამათზე რომ манипуლირებს და ესენი რო გამოწიეს წინა ხაზზე და ხან საჭმელებს და ხან ჩაჯდეს. ხო, სად დაარღვი, სად რომ იტალიის კანონს ხო არ დაარღვევს. იტალიაში არ დადეგებზია. ესპანეთში მე პარიზში გადავა. ხო, კანონი დაარღვი. კანონი დაარღვიონ ამათმა. ვისაც აძლევენ იქ ფულს, ხო, ეხა გაიშიფრა ახალი სქემა, მთელი ფული ჩაასხეს ადგენ და საჩაასხეს და როდესაც არ არის შავა რეალური პროტესტი და 70 კაცი დადის ტროტუარზე. აუცილებელია რომ რაღაც ფსევდორეალობა შექმნა. ფსევდორეალობა სჭირდება პროპაგანდისტული ინსტრუმენტები. და აი სოკოებივით ამოდის ისინი ონლაინ მედიები რა, ეხლა ხო ბევრი ფული არ ჭირდება. ხო, თან სად არის? არა, დიდ ფულს ასხამაში, ესე არ არის რომ. არა, ტელევიზიასთან შედარებით ბევრი ფული არ ჭირდება. კი ბატონო, ეს ტელევიზია დაიხურა. ერთი ტელევიზია დაიხურა, მეორე სულ დათვალეს და ის თავარი იყო დისკრედიტირებული, ყველა მიცვა მარგინალური ტელევიზია იყო. ახლა შეძოთ გაიკეთებინათ. ხო, არ გააკეთეს, დათვალეს და კარგად იციან რომ მათი ესე ვთქვათ აუდიტორია და ვიზეც უფრო იოლად ზემოქმედებენ არიან აქ გაჯეტებში და იღებენ ონლაინ მედიიდან ინფორმაციას და თავარის იმას ბაზაზე სოკოებივით ამოვიდა 20 მთავარი. იგივე ხალხია მაშინ ფრონტშიც იგივე ხალხია და უკან რა თქმა უნდა იგივე ხალხია დამფინანსებელი, ხო? და თან ახეს კანონს, გამჭვირვალობის კანონს აუარეს გვერდი და ნახეს იმის საგანმანათლებლო დაწესებულ მათი უნივერსიტეტების, ინსტიტუტების ესე გავლით, ნახეს კანონის გვერდისავლის. ანუ როგორც რომ ხელფასში ხომ უნდა გადაუხადო. საგანმანათლებლო ქუდი კრიშა მოარგეს. შუა თუ იყო აქამდე ფონდები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ახლა გახდნენ ინსტიტუტი, კი. და რომელსაც არ აქვს ვალდებულება რომ და რა პრობლემა შეცვლია ვალდებულება. მე იქიდან ხდება განაწილება. კი, ხა მაგას ახლა ეს უნდა ძეცკი მატია რა. ჩაუსვავ ძეცკი მატს იქაც. ეს უნდა გახდეს ასევე შესაბამის სამსახურებში. და მე მოუწევთ ქეშით სიარული საელჩოებიდან. რაც პრობლემას წარმოადგენს. თანაც ეს იქნება სუფთად ევროპული კანონმდებლობა თუ გამამკაცრებთ, იმიტომ რომ ევროკავშირში რუსულ კანონს კიდევ უფრო რუსულს ხდიან და ევროსასამართლოს გეიწყვილის ქორწინებასთან დაკავშირებით, რაზეც რიგმა ქვეყნებმა, მაგალითად პოლონეთმა, თქვა კატეგორიული უარი, მაგრამ არსებობს ეს თემა რა, არსებობს ეს თემა. და მე მეცინება როგორ ვერ აკომენტირებენ თამამად, რომ ეს საქართველოში არ მოხდება. რა უნდა დაარგუმენტირო? რატო? უპრიმიტიულესი აი დაბიო განვითარება ამ თემის რომ გეშინიათ რომ კაცებს გაათხოვებენ? არა, ეგ რა შუაშია კაცო. წარმოუდგენელი დაბიო, პრიმიტიული ახმა აი ამ უმნიშვნელოვანესი თემის. მაგას ქართველი კაცი მაგას არ შეჭამს. ღირებულებითი ამბავი და როგორ მეტი ინსტიტუცია ჯერტი ევროკავშირში, ევროპარლამენტში არსებობს ამის შესახებ
რეზოლუცია. ნახეთ 2026-2030 წლის ევროკომისიის სტრატეგია. ნახეთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და მეტი რა გითხან ახლა, რა ვიცი, მეტი რა ქნა. ერთ ქვეყანაში დარეგისტრირებული ქორწინება, მეორემ აუცილებლად უნდა აღიაროს. 17 წევრ ქვეყანაში ეს უკვე ოფიციალურად დაკანონებულია ქორწინება და მეორე თუ მესამე დღეს იყო ვატიკანის პასუხი ამაზე. კი, რომ და რაც შეეხება პოლონეთში რომ ჰომოფობია, ისეთი საქართველოში საერთოდ არ არის. პოლონეთი ხო ესეთი ჰიბრიდი არის. კათოლიკური ქვეყანაა, კაცო. პოლონეთი ეგეთი ჰიბრიდი არის. იდეაში ღირებულების ნაწილში კონსერვატიულია, მაგრამ რუსოფობიის ამბავში ამას აქვს თავის ისტორიული ფესვები, მაგრამ მთლიანად ბრიუსელია რა და ამიტომ მაგრამ დასაჯეს ხო იცი სასამართლო რეფორმის გამო ვიცი ფული არ მისცეს კი ბატონო. იქ ბავშვთა დაცვის შესახებ კანონის გამო დასაჯეს უნგრეთი და ეს ბრიუსელი გადაიქცა სადამსჯელო იმათ ეხლა ჩვენ კაია კალასი არის ეგა და ფონდერ ფიურერი კი ბატონო. ფაიზერი როდესაც ცოტა ხანი ორ შაბათს შედგება ჩვენი ახალი პარტიის ლიდერს ავირჩევთ პარტიის მმართველ ორგანოს პოლიტიკური საბჭო იქნება მმართველი ორგანო კოლექტიური მმართველი არ არის რაღაც ერთი გამოკვეთილი კონკრეტული ერთი ადამიანის რა თქმა უნდა პარტია სჭირდება შესაბამისი წარმომადგენელი კოლექტიური მართვა შეიძლება ასე ითქვას პოლიტიკური საბჭო იქნება ამას გაიგებს საზოგადოება ორშაბათს და თავარი არ არის ის ვინ იქნება თავმჯდომარე ვინ იქნება აღმასრულებელი და ვინ იქნება გენერალური ამ ეტაპზე გეთახმებით თავარი არის მივალთ არჩევნებამდეც და იქნება შესაბამისი საარჩევნო სია და ადამიანებს ექნებათ საშუალება საკუთარი ბიოგრაფიით და შეაფასონ ადამიანები მაგრამ თავარი არის იდეა საქართველოს ნეიტრალიტეტის შესახებ რომელიც არის აი როგორც ბურთი მიგორდება კარგი პასი მიუგორდება მოთამაშეს ახლა ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ და ყოველი დღე ევროილუზიაში დარჩენისა არის ამ შანსისგან დაშორება და ამიტომ ვჩქარობ ჩვენ სწორედ რომ მივიყვანოთ ხელისუფლება თუ არა არსებული ხელისუფლება ჩვენ გავხდეთ საპარლამენტო პარტია და ამაში მივიღოთ ჩვენი წარმატებებს გისურვებ მართლა წარმატებას და ოჯახ ნახოთ რა გამოვა შენ გემშვიდობები დროებით და კოტეჟღელი და როდარ კაპანაძე ძალიან საინტერესო სტუმრები იქნებიან და არ გადა ძალიან რეკლამა მალე გადა კაი ხალხი ძალიან აქამდეც კაი ხალხი იყო და ეხლა კაი ხალხია კიდევ დამატებით კაი ხალხი კოტეჟღელი და როდარ კაპანაძე მოგესალმებით ბატონებო უკრაინით დავიწყოთ ეხლა მარტივი ანალიზია წააკეძეს მურია შეაჭარმეს მგელსაო ხო ეს მარტივი ქართული ანდაზა არის ეს ანდაზა გენიალურად უხდება მე რა მაინტერესებს რომ რატო გააკეთა მურიამ ეს საქმე წინასწარ არ იცოდა რომ ბირთული ქვეყნის გამო ბირთულ ქვეყანასთან ომს არავინ არ დაიწყებდა და რუსეთი მაინც მოიგებდა არ იცოდნენ ესა ნუ რა ვიცი ჩემი აზრით მევესალმებით ერთი მაყურებელს პირველ რიგში ჩემი აზრით ძალიან დიდი როლი ითამაშა ვინ იყო წინა ადმინისტრაცია შეერთებული შტატების და იმან თუ რა წინაპირობები იყო იმისთვის როცა მოსკოვმა დაიწყო აგრესია მანამდეც რაც ხდებოდა ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რა თქმა უნდა მანამდე რაც ხდებოდა იმას რა თქმა უნდა ზელენსკი უყურებდა და იქ იყო ისეთი ხალხი მე ასე მგონია და სხვა შორის მე კი არ მგონია ხა ძალიან არიან ანალიტიკოსები ეხა შეერთებულ შტატებში და რომელიც წერენ პირდაპირ რა შეიძლება და ყოფილიყო აი მაგ კითხვის პასუხი რასაც თქვენ ბრძანებთ ეს იყო ილუზია იმის რომ თავის ინტერესი ემთხვევა მსოფლიოს წამყვანი ძალების ინტერესებს იმ მომენტში და მსოფლიოს წამყვანი ძალის ინტერესი არის ის რომ რუსეთის ეს ნაბიჯი არ დარჩეს პასუხგაუცებელი. სტამბოლში შეთანხმებაზე გადავიდეთ. იქ ხო რატო ჩაშალეს? მანდაც ეგონათ რომ იგებდნენ? არა. მანდ იყო აბსოლუტურად ევროცენტრისტული ისა, იმიტომ რომ ეხა ბორის ჯონსონი ცოტა ექსტრავაგანტური პიროვნება რო იყო ყველა მის.
უნდა შეთანხმებოდა ყველა წესით და კანონით, ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ დიდი ბრიტანეთის და შეერთებული შტატების ურთიერთობა, გასაგებია რა ეს ანგლო-საქსონური ურთიერთობა და ორი როგორც სახელმწიფო მუდმივად სულ ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებაში იყვნენ, სტრატეგიული იქნებოდა ეს ეკონომიკური წესით უნდა შეთანხმებოდა. არის იმის ალბათობაც, რომ ესეთი აზრიც დაიწერა, იცით თქვენ თუ წაიკითხეთ ევროპელი, არ მახსოვს გვარი ახლა ვის დაწერა, რომ იმის იმედიც კი ქონდა ვიღაცას, რომ უცბად აიღებდა პუტინი კიევს. სამ დღეში. ხო, და აიღებდა და აი მერე დაიწყებოდა ყველაფერი. როცა ვერ აიღო, აი უკვე როცა ვერ აიღო, როცა გაგრძელდა ომი და კი ბატონო, კი ბატონო. გაძლევდა წინადადებას ისეც, რომელიც 10 თავი ჯობდა, დღეს ასეც უნდა მოაწერიდონ ხელი. და ამის გამო დედას უტირებენ ზელენსკის, დარწმუნებული ვარ. მაშინ ახლა მოხდა. ანუ ზელენსკიც იდიოტი იყო, ევროპელებიც, ამერიკელებიც. რატომ მე ვიცოდი, დასაწყისშივე ვიცოდი, როგორც კი თუნდაც წავიდა რუსეთს საქმე, რომ ვერ განახორციელა, მაინც მოიგებდა, იმიტომ რომ რუსი ერის ხასიათი ვიცი, ბირთვული არაღი რო აქვს და ჯარით და რეალურად რო არ დაეხმარებიან, ეგეც ვიცი. ვიცი ეს ისტორია, რომ რუსკие долго запрягают, но быстро ездят. ანუ როგორც ჰიტლერის აგრესიის შემთხვევაში, ისე ნაპოლეონის შეჭრის შემთხვევაში აგებდნენ ძმაო, მოსკოვი ჩააბარეს ბოლო-ბოლო და მერე დედა უტირეს. ზოგი ზამთრით მოხდა, ზოგი რუსი უდიდესი სხვეპლით შეახოცეს ხალხი. მთელი მოქმედი არმია ხდება ჰიტლერის წინააღმდეგ, მთელი მოქმედი არმია განადგურდა და ტყვედ ჩავარდა. პირველ სამთვეში მთელი საკადრო არმია ხდება ხოლმე მანდაც სოლჟენიცინის სტატისტიკას ნუ დაეხმო. ხდება ხოლმე მილიონები. ხდება ხოლმე შეცდომა გათვლაში. ხდება ხოლმე შეცდომა გათვლაში. ისტორიაში არაერთი მაგალითია მაგის, რომ რატო ადარებენ ყოველთვის და ძალიან ხშირად უმეტესად პოლიტიკას და ნუ იმის ინსტრუმენტ დიპლომატიას მოჭადრაკეს და ჭადრაკის თამას. უნდა გაითვალო, რაც შეიძლება მეტი სვლა, მარტო ის კი არა, რომელიც გაწყობს არამედ რას იზამს მოწინააღმდეგე და პირველ რიგში უნდა ჩააყენო შენი თავი მოწინააღმდეგეს. მაგას თუ არ გააკეთებ და თუ რამდენიმე ვარიანტული ის არა გაქვს, სხვა შორის იგივეს თქმა შეიძლება ჩვენ ყოფილ პრეზიდენტზე რაღაცას რო აპირებ ამ რუსეთთან და რაღაცას რო აპირებ ამ ცხინვალში, ხო? თქვა სამხედრო ოპერაციას ნეგატიურიც გათვალე რა. თქვა ისე არ გამოვიდა, როგორც შენ ფიქრობ. აქაც ეგრე ჩემი აზრით იყო ეს, რომ ვერ გათვალეს ნეგატიური ვარიანტი. არ დაიგუნა რუსეთთან ესეთი ომი არ შეიძლება. კარგით, ეხლა იგივე კითხვით თქვენთან. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. შემიძლია გითხრათ პირველ რიგში, ხა მე არ ვარ სამხედრო, არც დიპლომატი, მაგრამ მეტნაკლებად რაც ისტორია და გეოგრაფია სტატისტიკოსი ხო ხარ და ციფრებიც იცი ყველაფერი რა. კი ბატონო, ხო და მე ჯერ კიდევ არ ვიცი უკრაინის შეჭმის ხარისხი როგორია რა. ეს 28 პუნქტია? მე არ გონია რომ 28 პუნქტი დასასრულია. იმიტომ რომ არის გეოგრაფია, რომელიც არის ერთ და იმავდროულად შესაძლებლობას და განაჩენს. პუტინმა ხო თქვა კაცო ბეშკეკში, რომ რაც ვაღიარეთ ჩვენს ტერიტორიად უნდა მოგცენო. კი, მაგრამ ჩემი აზრით და ამას მეუბნება ისტორიული გამოცდილება, რაც აი ამ ევროპის ისტორია რა. ევროპის და რუსეთის დაპირისპირების ისტორია, რომელიც მოდის ჯერ კიდევ ლივონიის ომიდან. კი ბატონო. რომ ეს ომი ან არ უნდა დაწყებულიყო, ან თუ დაიწყო, უნდა მივიდეს ლოგიკურ ფინალამდე. ლოგიკური ფინალი ამ ომში არის კერძონის ხაზამდე გასვლა. კერძონის ხაზამდე სანამ არ გავა, რუსეთის გავლენა მანამდე ეს 28 პუნქტი ნიშნავს. კერძონის ხაზი სად იყო? კერძონის ხაზი არის სტალინმა სადაც გაავლო ბოლოს რა. ანუ ლვოვამდე? კი. ეს არის ბუნებრივი ზღუდე. ძალიან რთული იქნება. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება. ან არ უნდა დაწყებულიყო, ან ლოგიკური ფინალი ეს რუსებს იქით გაუჭირდებათ. ნებისმიერ შემთხვევაში. დნეპს იქით გაუჭირდებათ. გაუჭირდებათ, რა თქმა უნდა. დნეპს აქეთ არა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს 28 პუნქტი ნიშნავს, რომ კონფლიქტი გადადის მოგიზგიზე სტადიო და მხჩოლავ სტადიაში. გადის გაყიდულ კონფლიქტში. მე უფრო ნოდარი არ გამოვა, იმიტომ რომ
არა, არ დასავლეთ უკრაინის ხალხი უკვე გაუწევს. ეხლა რო იღებს ამ ქალაქებს, რუსულოვანი ხალხი. რა თქმა უნდა, არ გამოვა, ძალიან ძნელი იქნება. დნეპრამდე გამოვა. მაგრამ ჩემი აზრით. აი დონბასის ბორცვებიანი ადგილის შემდეგ იწყება ველური სტეპი, რომელიც იყო ყირიმელი თათრების სათარეშო ტერიტორია ეკატერინე მეორემდე, ფაქტიურად ეს იყო დაუსახლებელი ტერიტორია. დიკაიას სტეპი ესეძა. დიკაიას სტეპი, კი ბატონო, გულიაიპოლე სადაცაა, სახელმწიფო გულიაიპოლე რატო ქვია? ცივილიზაცია თავდებოდა მათ, ხო? მახნოს დედაქალაქი იყო სხვათა შორის. ხო და აქედან კარპატების მთებამდე ბუნებრივი ზღუდი არ არის. იქიდან არის შემდეგ გალასპოქშანის კარები, სმოლენსკის მიმართულება, საიდანაც ტრადიციულად შემოდიოდნენ ცივილიზაცია შემოქონდათ ხოლმე ევროპელებს, ხან ნაპოლეონს, ხან ჰიტლერს და ასე შემდეგ და კიდევ კურლანდი. მოგოლები რო გავიდნენ, აი ის პრახოვდი. კი ბატონო. კარპატის მთებში. კი ბატონო. და ეგ სამი შემოსასვლელი დანარჩენი ეს არის ბუნებრივი ზღუდე. სანამ აქამდე არ გავა რუსეთი, მანამდე მაგის მოსვენება არ იქნება. თუნდაც ერთი სოფელი რომ დარჩეს სახელად უკრაინა, მოწინააღმდეგე მხარე ჩაასხავს იქ ყველაფერს ფინანსებს, რომ მუდმივად იყოს ლურსმანი უადგილო ადგილას რუსეთისთვის ეს. და ამიტომ რომ აი ამ ომის მიზანიც პირველი და მეორე მსოფლიო ომების მიზანიც, ნაპოლეონის ომის მიზანიც საბოლოო ჯეკპოტი იყო რუსეთი თავისი რესურსებით. და თვლიან რომ რუსეთს იმდენად ცოტა ხალხი ცხოვრობს, რომ უსამართლობაა ხალხი და ქვეყანა როა. ქალბატონმა ტეჩერმა ზუსტად იგივე თქვა. ამას გვეუბნება მსოფლიოს ისტორიული მოვლენები და ეხლა თუ ამ ისტორიულ გამოცდილებას ავიღებთ ამის ესე ვთქვათ განზოგადებას გავაკეთეთ მომავალში, ეს 28 პუნქტი არაფერს დასასრული არ არის. ეს არის თუ ამას მოეწერა ხელი. ზელენსკი რატო დაგთავდა ამას? ზელენსკი არ არის მოთამაშე. საერთოდ, როდესაც ჭადრაკს თამაშობ, იქ ფიგურა არ არის საშიში. საშიშია მოთამაშე. მართალია, ზელენსკი ფიგურა არ ყოფილა არასოდეს. ზელენსკი არის უბრალოდ აი ისვის ეხლა რატო მიუქციეს? მიუქციეს, ახლა თუ ვინმე რატო აწერინებენ ძალით? თუ ვინმეს გულწრფელად ჯერა, რომ უკრაინელი ხალხი აღშფოთდა ნაბუს გაუქმებაზე და ამიტომ გამოვიდა და აქციები მოაწყო, ის ძალიან ნეტარია უბრალოდ რა. ნაბუ იყო ინსტრუმენტი, რომელსაც გამოიყენებდნენ, როცა უნდოდათ, როდესაც საჭირო იქნებოდა, გააправებდნენ იმას, რაც უნდოდათ. არ იცოდა ზელენსკი ესეთი ინსტრუმენტი. სეწოლისთვის უკრაინაზე კი არა, სეწოლისთვის რუსეთზე უნდა გამოიყენებინა. რუსეთზე და ალბათ უფრო თავის ამერიკაში მე მაინც მგონია, რომ გაყინული კონფლიქტი იქნება და რუსეთი ყველა გაყინულ კონფლიქტს განსაკუთრებით ყოფილი საბჭოეთის არ ვარგა ეს სიტყვა და ძალიან ბევრს მუშაობდი სამინისტროში, რომ ეს სიტყვა არ ეხმარათ ეს ყოფილი საბჭოეთი, მაგრამ პრაქტიკულად ჯერ კიდევ ვართ ყოფილი საბჭოეთი ძალიან ბევრის გაგებაში ვიცახი მე დასავლეთში, ევროპაში და ამერიკაში და ეს გაყინული კონფლიქტები აძლევს საშუალებას манипуლირების რუსეთს, აძლევს საშუალებას იმის, რომ გამოიყენოს სანამ ეს გადაუჭრელია ჩვენ კონფლიქტზე რას ეუბნებოდნენ მაგალითად ამერიკელებს და დასავლელებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, რომ ჩვენ ვართ მაგათი მიმხედველები, ჩვენ შეგვიძლია მარტო მაგის დარეგულირება, ჩვენ შეგვიძლია ეგენი ვიყოლიოთ ეგეთი უკაცრავად აფრენილი ისინი ქართველები და სხვაებიც კიდე იმის ქვეშ და თქვენ არაფერი საჭირო არ ახართ აქ, თქვენ ნუ დახარჯავთ სამხედრო ძალას, ნურს იმას, მაგიტომ მოხდა გარკვეულწილად, რომ სამშვიდობო ძალები, ეგრეთ წოდებული დსთ-ი პრაქტიკულად რუსეთში იყო და ჩააყენეს იქ იმისთვის, რომ გაეკონტროლებიათ სიტუაცია, ხო, რამდენი წელი იგერეს. რუსეთს თავის იმპერიული ლოგიკა აქვს, რომელსაც უნდა გაითვალისწინო. ესე არ არის, რომ ეხლა როგორ უნდა შედიოდეს ნატოში ქვეყანა, სადაც დადგმული რაკეტა, ზებგერითი რაკეტა 5 წუთში მიდის მოსკოვამდე. ეგ წითელი ხაზია, ეგ მაგაზე რუსეთი. ხო და როგორ ნატოში შესვლაზე უკრაინის არასოდეს არ დათანხმდება. ეგ არის. ხო და ეხო ჩვენც ვიცით ჩვენს ქვეყანაზე. და არც ჩვენ შესვლაზე არ დათანხმდება. არა, პაკეტშია ეგორი ქვეყანა. ხო და ჩვენ ხო ვიცით ჩვენს ქვეყანაზე. ბოლო-ბოლო მე მახსოვს პუტინი ეუბნებოდა ვენედიქტოვს ეჩხუბებოდა. Падотное время ракету. Როგორ რაშუაშიაო? როგორ გაგიჟდა კინაკო. ესეთ ასე არის სოს ანეკდოტი პერსინგები რო დადგეს ევროპაში. რუსეთში იყო ანეკდოტი. Вылетаю завтра утром першинг 2. Депеша მიიღო ბრეჟნევმა. მაგაზე თვითონ დასცინოდნენ თავის თავს რუსეთს. ნუ ესეთი ინტელიგენტი. ხო, გასაგები.
დათვლილი იყო ის დრო პერსინგი რამდენ ხელში მიაღწევდა მოსკოვამდე. ხო და გაცილებით უფრო სწრაფი და ძლიერი ბალისტიკური რაკეტები არსებობს. ხო და რა თქმა უნდა ეგ მომენტი რა თუნდა ხა მაგას ლაპარაკი რომ თავის უსაფრთხოებისთვის ისეთ რამე თulis რუსეთი განლაგებას ნატოს შეერაგების და ჯარების და ბაზების დანადგარების ყოფილი საბჭოები და მაგას არასოდეს არ არა ამერიკა იზავს არა ამერიკა ყველა ერთმანეთში უნდა მოილაპარაკოს ხო ჩაუტანა ბირთვული იარაღი იმას ფლორიდიდან 90 კილომეტრში ხო ეხლა მეორე მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც თქვენ გამდაგოთ თქვენ გაგზავნოთ ციფრებზე რახან არის ყველაფერი ევროპას ეხლა რისი იმედი აქვს ევროპა იარაღდება მაგრამ ამ ეკონომიკით როგორ უნდა შეერაღდეს არ ვიცი ის ცოდნა რაც ჰქონდათ იარაღის წარმოების მე მგონი დაკარგული აქვს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველაზე მძლავრი არმია ეხლა არის რუსეთის და უკრაინის მართლა რომელმაც იცის როგორ უნდა იომოს გამოსილებით ორივე არმია მართლა იცის მე არ ვიცი ეხლა ასეთობში ამერიკის არმიას არ მიუღია მონაწილეობა ევროპულ არმიებზე ხო საერთოდ არ არის საუბარი და ეშინიათ ეკონომიკა სტაგნაციაში არის მათი ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ გაცილებით უკან ვართ მაგრამ ესე თუ გაგრძელდა 10 წელიწად შეიძლება მათ ქვეყნებს დავეციოთ და გადაუსწროთ ანუ რისი იმედი აქვს ევროპას რა უნდა რას ჩალიჩობს რომ მეტი უკრაინელი შეახოცოს რომ დაასუსტოს დაასუსტოს არა აქ რამდენიმე მომენტი არის ესეთი რთული პროცესები როცა მიდის როგორც წესი აქ ცალსახადა ერთი ფაქტორი არ არის ბევრი ფაქტორებია პირველ რიგში ეს ფაქტორი უკრაინის კონფლიქტი უკრაინას ჭირდება უკრაინის კონფლიქტი ევროპას ჭირდება პირველ რიგში ყურადღების გადატანის შიდა პრობლემებიდან რა თქმა უნდა შიდა პრობლემებიდან მეორე ეს ევროპის ეკონომიკა როგორც აღმოჩნდა რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული რუსულ რესურსებზე არა მხოლოდ გაზზე იყო დამოკიდებული პლუს დამოკიდებული იყო ჩინურ საქონელზე რომელიც რუსეთის გავლით მიეწოდებოდა და ეხლა ვასკო და გამას მარშრუტით მიდის ან საქართველოს გავლით უნდა იყოს გაცილებით ძვირიჟდება რა თქმა უნდა და თან არ დაგვავიწყდეს რომ ვასკო და გამას მარშრუტზე ამერიკას და ბრიტანეთს უჭირავთ ბალაგის სრუტეზე პირდაპირ სასუნთქის გადაკეთება შეუძლიათ ნებისმიერ დროს 80% ჩინური საზღვაო ტურბულუმის გადის მალაგის სრუტეზე აი ხა ჩრდილოეთ გზა ხო გააკეთეს ჩრდილოეთის გზა ჯერ არ არის აქტიური ну ყოველ შემთხვევაში ისე დათმება რომ შეიძლება იყოს აქტიური სავარაუდოდ შეიძლება და თან არ დაგვავიწყდეს რომ რუსეთს უძლიერესი ყინულჭრელი ფლოტი არა მაგრამ დაპირებთან შეიძლება მაგრამ ევროპისთვის მაინც ახლა როგორ არის იცით მე უსმენ ხოლმე ეკონომიკურ ექსპერტებს სხვადასხვა ქვეყნისას სხვადასხვა მიმოხილვებს და ვკითხულობ სხვადასხვა მონაცემებს უყურებ თავადაც და ერთ რასაც უყურებ იცით ეს ხალხი მსჯელობს მშვიდობიანი პერიოდის ეკონომიკის პარადიგმაში რა აი საპროცენტო განაკვეთი რაღაც დერევატივი აქ საუბარი არის ომზე გადარჩენა საომარ ეკონომიკაში ეს ფულად განზომილებაში გამოხატვა ეკონომიკის არის მხოლოდ საშუალება იმის რომ საზომად გამოიყენოს თორემ გარანტიები არანაირი მოწინააღმდეგეს დერევატივს ვერ ესვრი და პროცენტით ვერ ააფეთქებს შეიძლება იმან აგიფეთქოს ბევრი რა კი რასაკვირველი ახ მაგალითად ბევრჯერ მithქვამს კიდე ერთხელ გავიმეორებ თუ შეხვალთ Google-ში და მოძებნით შეიარაღების ფასებს ზუსტად ერთი და იგივე პარამეტრი 152 მმ-იანი საარტილერიო ფუგასური ჭურვი. ამერიკული წარმოების ღირს $5,000 და რუსული წარმოების ღირს $1,000. ზუსტად ერთი და იგივე ფუნქცია აქვს, რომელი უკეთესად ბეჭდება. კალიბრია. არა, 152 მმ-იანი. ერთი და იგივე კალიბრი. ზუსტად ერთი და იგივე. მე მგონი არ აწარმოებს. კი, აწარმოებს. რუსული და ნატოს კალიბრები განსხვავდება. კი, მაგრამ ეს ზუსტად ერთი და იგივე პარამეტრის ღირს. პარამეტრი შეიძლება კალიბრია სხვა. ერთია მეთქი გეუბნები სტანდარტული არის ეს ერთი ღირს $1,000 მეორე ღირს $5,000 მაგაზე დავფიქრდეთ კარგად კალიბრი თუ არის ერთ და იგივე მე მგონი არ არის და რატო არის გაკეთებული რომ იყიდოს მხოლოდ ამათმა არა მულტიკალიბრული არ არის რა დევს ახლა იმ $5,000-ში და რა დევს ამ $1,000-ში იმ $5,000-ში დევს 40 წლის აუდიტ გაუვლელი პენტაგონის ბიუჯეტი და მთელი ატკატების მთელი კასკადი მუშახელი უფრო ძვირია ვიდრე რუსეთში ხო მაგრამ ავტომატიზაციის ხარისხი ცოტა უფრო მაღალი არის ამერიკის ხარხმებში ვიდრე რუსეთის ხო ეგრე უღირთ რა ხო ეგრე უღირთ და კიდევ გეუბნები აქ დევს მთელი ეს ბიუჯეტის თემა არა ფული და შემოვიდეს რა შალვა
ბატონო. ამ იარაღზე საუბრისგან სად მივდივართ? სად? გლობალური ომის პარტიასთან გლობალური ვინც იარაღს ვისაც აწყობს მოგებას ღებულობს იარაღის გაყიდვისგან. ძალიან გამიგვირდება რომ ევროპის შეიარაღება ასე უმტკივნეულოდ წარიმართოს. საიდან ფული აქვს? იცით, ევროპა აუცილებლად მოძებნის გამოსავალს. ევროპას ჰქონდა უმძიმესი პერიოდი გრძელი მე-16 საუკუნის განმავლობაში, როდესაც ფეოდალიზმის კრიზისი იყო. ასლოვანი ომი არა, მაგრამ არა, ასლიანი ომის მერე. ეს არის პირობითად 1453 წლიდან კონსტანტინოპოლის დაცემიდან ლივონიის ვესტფალიის ზავამდე რა. მაგრამ რელიგიური ომები იყო. უმძიმესი პერიოდი იყო, ეს იყო ფეოდალიზმის კრიზისი და სამი სხვადასხვა გამოსავალი. ეს იყო კაპიტალიზმის დაბადების მან თქვენს რომ ვისი მართვაც არის იმის რელიგია იყოსო და გადარჩნენ რა. და გამოსავალი მოძებნა მაშინ ევროპა. მოძებნა უმძიმეს ფასად. ვესტფალის და ეხლაც მოძებნის რაღაც გამოსავალს. არ არის აუცილებელი ეს გამოსავალი იყოს ჰუმანური. ეს იდიოტები. აი მაშინ საქმე რომ რაღაც გამოსავალს მოძებნის, მაგრამ ის გამოსავალი ვის ხარჯზე მოხდება? პირველი არც თავისი ხალხის პრობლემების შექმნას არ მოერიდება. გაიხსენეთ ბრიტანეთის სამრეწველო რევოლუცია და გაქალაქელების პროცესი 300,000 სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს სტალინის ინდუსტრიალიზაცია დავიწყო. არაფერი იმასთან შედარებით არაფერი. კაი. ხომ ევროპას ურჩევნია კოლონიზაცია? იგივე იმასთან არ გაჯუჯეს? აი იმასთან შედარებით არაფერი არა, გასაგებია. ფარდობითად. ხომ ურჩევნიათ რომ სხვა ხალხის რა თქმა უნდა ქვეყნის ხარჯზე გაკეთდეს და ამიტომაც აკეთებენ და ვიდრე თავისი ხალხის და ვიდრე თავისი ხალხის მაგალითად უკრაინის. ბორის ჯონსონმა პირდაპირ თქვა, ეს ყველაზე სასაცილო ის არის რომ არავინ არაფერს არ მალავს. ბორის ჯონსონმა პირდაპირ თქვა რომ ვიბრძოლებთ ბოლო უკრაინელამდე. ამას ეს არ არის მოგონილი. არაფერი გამოგონილი არ არის. ცინიკური რა უნდა თქვას ახლა? და იგივე კითხვა მეტიცინიზმი რა გინდა? დავსრულებ დაცემა კიდე ესეთი კითხვა იგივე რაც კითხეთ მას თქვენს მინდათ კითხოთ აი რესი რას ჩარჩობს რის იმედია ევროპას ტრამპის მერე ვიღაცა დემოკრატის მოსვლის იმედი აქვს მაგრამ მე მგონი ვენსი მოვა მივიღებთ მოცემულობას იმ მოცემულობად და ვიღებთ ჩვენ მთავრობიდან დაწყებული და ჩვენ ვეთანხმებით ამას რომ ეს არ არის ევროპული ეხლანდელი დიდი ევროპული ქვეყნების მთავრობები დამოუკიდებელი მთავრობები და ისინი ატარებენ გლობალური ომის პარტიის ინტერესებს, რაზეც ცოტა ხნის წინ თქვი. და თუ გლობალური ომის პარტიის ინტერესებში არანაირად არ არის, რომ შეწყდეს იპოვისო გამოსავალს, როგორც იპოვის გამოსავალს იარაღი უნდა იპოვოს, ხო? გამოსავალი უნდა იპოვოს იარაღის რის ხარჯზე ამბობენ მართლა, რომ აი ჩვენ გავაგრძელებთ მომარაგებას უკრაინის. მართალია ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ თუ ამერიკა რეალურად გადაწყვიტავს, ტრამპი გადაწყვიტავს, რომ გავიდეს რეალურად და გააკეთოს ის, რასაც ამბობს და შეწყვიტოს მომარაგება. და მარტო გაყიდოს იარაღი ნატოზე, როგორც იცახის და მე თქვენ მიეცით, კი ბატონო, ჩვენგან იყიდეთ, თქვენ მიეცით. ისე ვინ ამ გაყიდვით და ყიდვით ამ იარაღის ვინ იგებს მოგებას ვინ იღებს. და ეს თანხმედრაში მოდის პოლიტიკურ მიზნებთან, ხო? თავის ტერიტორიაზე მაქსიმალურად იშორებს თავის ტერიტორიიდან რუსეთს, ყინავს კონფლიქტს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ჩვენთან ხო არის გაყინული კონფლიქტები პრაქტიკულად, რომელიც რუსები იძახიან რომ აღიარეთ. რა გარანტია აქვს? მაშინ სხვა შეკითხვა. რა გარანტია აქვს? რა გარანტია რისი? უყურეთ, როგორც კი მზავს ხელი მოეწერება, გაბრაზებული ჯარისკაცები დაამხობენ ყველაფერს, დასუპირებენ. ამის რა გარანტია? არა, გარანტია არ არსებობს მაგისი, მით უმეტეს შეიძლება მოხდეს ეს. ეგეთი ომის შემდეგ იარაღი ყველას არიგებდნენ როგორც მე კადრები მაქვს ნანახი შეიძლება ვიაშიკებ დაძლებდნენ კიევში ვიღაცებს იარაღი არის ყველგან მაგრამ რატო დევს არჩევნები რატო ითხოვს პირველ რიგში არჩევნებს რუსეთი და რატო წერია 28 პუნქტში არჩევნები უკრაინაში ძალიან საკითხავია ეგეც ეგ ის არის რა ქვია საეჭვო რა თქმა უნდა შეიძლება ისე განვითარდეს როგორც თქვენ ბრძანებთ უფრო მეტად გაბრაზებული ჯარისკაცი რომ მაშინ რას მაუმებთ ამდენი ხანი იმიტომ რომ სტაბულში კაცნებს უკეთესი პირობები იყო
მოვა და დედას უტირებს რა პრობლემაა? ესეთ ეხლა მაგალითად რომ შეხედოთ ეხლა ევროპა აპირებს შეიარაღებას, ხო? ამერიკიდან ყიდვას სამრეწველო სიმძლავრეების რომ დაგქონ, ხო? დაგქონ, კი. კი, აი მაგალითად გერმანია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იყო დემილიტარიზებული სანქციები ასე შეასრულა. მაგრამ ლოკარნოს ხელშეკრულების შემდეგ შეწყვიტა გადახდა 1925 წლიდან და დაიწყო რემილიტარიზაცია. მაგრამ მაშინ გერმანიას ჰქონდა სამრეწველო სიმძლავრეები, გერმანიის ტერიტორიაზე პირველი მსოფლიო ომის საომარი მოქმედებები არ ყოფილა. იყო კადრები და იყო ეხლა უკაცრავად, მაგრამ ზაღლების პარიკმახერი და ყარყატების უფლებათა დამცველები გააკეთებენ ტანკებს, არ მგონია. არ მგონია, იცი? არა, მეც ეჭვებარ. დიდი მადლობა. და ხო, არა მაშინ ეგ წინააღმდეგობაში მოდის რომ ევროპა მონახავს გამოსავალს. კი, მაგრამ რაღაც გამოსავალს მონახავს. რაღაც. აი სიტყვა რაღაც ხდება. და შეიძლება იმ ყარყატების უფლებათა დამცველების ხარჯზე მოხდეს. ფეგები დაიწყოს ყარყატების. ეგ რაღაც გამოსავალი. დაიწყოს ინსტიტუტში, უნივერსიტეტებში, საინჟინრო კლუბებში, საინჟინრო. ისე ყოფა ეგ რაღაც გამოსავალი. მომსახურების სფერო საერთოდ დაიწყოს. ეგ არის საკითხი. კი ბატონო, უღმეს მადლობა ბატონებო. ძალიან დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ, საინტერესო საუბარი იყო. ჩვენ ერთმანეთს მომავალ პარასკევს შეხვდებით, მეგობრებო. აბა თქვენ ისეთ ყველაფერი კარგად. კარგად.